მოგესალმებით ყველას. 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. ბედნიერების ფონდი, როგორც უკვე იცით, 20-დან 24 მარტის ჩათვლით ატარებს ბედნიერების კვირეულს და თავისი მისიიდან გამომდინარე ხელს უწყობს თავისუფლების, ცოდნის, სიკეთის, ბედნიერების გავრცელებას და ამ ყველაფერს ახორციელებს სოციალური მხარდაჭერითა და იმ ადამიანების უანგარო თანადგომით, ვისთვისაც ხსენებული ღირებულებები უმთავრესია და ვის სიტყვაც და ქცევაც ჰარმონიაშია ერთმანეთთან. გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება ბედნიერი ქვეყნების სია 2024 წლის ანგარიშით, ისე ვიქوارთ 91 ადგილზე მოზამბიკსა და ერაყს შორის. ათეულში არიან ფინეთი, დანია, ისლანდია, შვედეთი, ისრაელი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია და ავსტრალია. ბედნიერების ინდექსის ცვლადი იგივეა, ცვლადები, ასე ვთქვათ, სოციალური მხარდაჭერა პირველი, მეორეში და მთლიანიში და პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე, მესამეს არის ჯანმრთელობა და ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა, მეოთხე კეთილშობილება, რომელშიც შედის სიკეთის გაცემა, ქველმოქმედება, თანალმობა, მეხუთე კორუფციისგან თავდაღწევა და მეექვსე თავისუფლება. ამ ყველაფერს ამ ცვლადებს დაემატა პოზიტიური ეფექტი, რომელიც განისაზღვრება 3 ემოციის გამოვლენით, ეს არის სიცილი, სიამოვნება, რაიმე საინტერესო საქმის კეთება, დაემატა ნეგატიური ეფექტი, შფოთვა, წუხილისებრთა და გაბრაზება და ინსტიტუციური ნდობა, ანუ ეროვნული მთავრობის, სასამართლო სისტემის, არჩევნების, პოლიციის ნდობა და ასე შემდეგ. გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის მიერ დადგენილი ბედნიერების საერთაშორისო დღის 20 მარტის წლევანდელი, ასე ვთქვათ 2025 წლის თემა ეს არის ზრუნვა და გაზიარება. და მე ხშირად ასე ვთქვათ ვამბობ და გავიმეორებ ახლაც, რომ მოქცევა არის ყველაფერი და არა ვერბალური დეტერმინანტები, რადგან მნიშვნელოვანია ჩვენ რასაც გამოვხატავთ, ის რამდენად ახლოსა იმასთან, როგორ ვიქცევით თითოეული ჩვენგანი, ამიტომ ძალიან მოფასებ ქცევას და მინდა მადლიერება გამოვხატო სპიკერების მიმართ, რადგან სწორედ მათი ჩართულობა და მათი მხარდაჭერა ქმნის ბედნიერების კვირეულს და მათ გარეშე ბედნიერების კვირეული ვერანაირად ვერ შედგებოდა. და სწორედ მათი უანგარო ქცევა და გაცემა დროის, ენერგიის, ცოდნის გვაძლევს ბედნიერების ფონდს შესაძლებლობას მეტი ადამიანი გავახაროთ გარშემო, მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც შემოხვედით და ვინც ღია ხართ იმისთვის, რასაც ბედნიერების ფონდის სპიკერების მხარდაჭერით გასცემს და კვირეულის ტექნიკური და საინფორმაციო მხარდამჭერები ასევე არიან დადიანი პროდაქშენი და STVG და მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართაც მხარდაჭერისთვის. დღეს ფილოსოფოსი 4 დეკვლევით ინსტიტუტის დირექტორი გიგი თევზაძე გახსნის ბედნიერების კვირეულს საინტერესო და აქტუალური თემით განათლების სისტემა და ტოტალიტარიზმი. ბატონი გიგის მონაწილეობა კვირეულში უკვე ტრადიციაა და ძალიან გვახარებს ეს ამბავი და იმედი გვაქვს, რომ რამდენადაც მოგცემს და გვექნება ასე ვთქვათ საშუალება და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს კვირეული ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნოთ. გვინდა რომ ბატონი გიგიმ გახსნას ეს კვირეული და ასე ვთქვათ ეს იყო ჩვენი ერთგვარი ტრადიცია ფონდში. და მადლობა ბატონო გიგი ფონდის საქმიანობაში მონაწილეობისთვის, ცოდნის გაზიარებისთვის, ბედნიერების განცდისა და სიხარულისთვის, რასაც თქვენ გასცემთ ჩვენთვის და მსმენელებისთვის. ბევრს არ გავაგრძელებ და გისმენთ უდიდესი სიამოვნებით. მადლობა. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი კვირეულის გახსნა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ძალიან დაინტერესებული ადამიანი არის თემით და საქართველოში ჩვენ საზოგადოებაში აწუხებთ ბედნიერების საკითხი, იმიტომ რომ ეს თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ბედნიერების როგორც სოციალური პრობლემის დაყენება, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვართ მოჩვეული, არც აღზრდით, არც განათლების სისტემით, არც ჩვენი უშუალო სოციალური გარემოთი, რომ ბედნიერება შეიძლება იყოს ისეთი რაღაცა, რისი დათვლაც შეიძლება, რისი დაგეგმაც შეიძლება, რისი მიღწევაც შეიძლება. ყოველთვის ჩვენ ისე სამწუხაროდ ჩვენ ისე გავიზარდეთ და ისეთ გარემოში ვიზრდებით, სადაც ბედნიერება არ არის თავარი მიზანი. თუმცა დიდი ხანია ცნობილია, რომ თუ კი ლაპარაკია სოციალურ სისტემებზე და ლაპარაკია ლიბერალურ დემოკრატიაზე, მათი თავარი მიზანი არის ადამიანისათვის ბედნიერების შესაძლებლობის შექმნა. და ბედნიერების შესაძლებლობის შექმნაში თავარი ადგილი
უჭირავს განათლების სისტემას. იმიტომ რომ ადამიანი განათლების სისტემაში სწავლობს, რისი მიღწევა შეუძლია, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს და როგორ უნდა მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც მას უნდა. ეს თავარი მომენტია მის ცხოვრებაში და შესაბამისად თუ კი განათლების სისტემაში შენ არ გასწავლიან, არ გეუბნებიან, რომ ბედნიერება უნდა იყოს შენი მიზანი და რა შეიძლება გააკეთო საკუთარ ბედნიერებას, მაშინ აქ რაღაცა წესრიგში არ არის. დღეს იმიტომ გადავწყვიტე რომ განათლების სისტემა ტოტალიტარიზმით დამერქმეა იმისათვის ჩემი გამოსვლისათვის აქ რომ ამ მხრივ ალბათ ყველაზე უფრო ერთ-ერთი ისეთი სფეროა განათლების სისტემა სადაც ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ. ცუდ მდგომარეობაში არა ისე რომ ბავშვოთ იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არ არის, ან იმიტომ რომ ბავშვოთ ცუდი მასწავლებლები ყავს, ან იმიტომ რომ რაღაცა ეს არის ბავშვოთ ფული არ არის იმისაც რომ კაი განათლების სისტემა იყოს, სადაც აქ სხვა ვითარება არის, უფრო აქ არის, ესე იგი ჩვენ საზოგადოება, ესე იგი ცხოვრობს წარმოდგენაში, რომ ჩვენი განათლების სისტემას არ აუშავს. რო ის არის არავის კარგია, ნუ ხა შეიძლება ისეთი არ არის, როგორც ბავშვოთ არის ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ არ აუშავს, პრინციპში ისეთივეა რა, ისეთივეა, უბრალოდ რაღაცა პატარა გასწორება უნდა, პატარა შესწორებები უნდა, აი ხო ვარ დავშოთ ბოლნის პროცესის წევრი, ხო ვარ იქ რაღაცები წევრი, ხო ჩამოდიან ჩვენთან ეს ისინი დავშოთ ევროპელი შემოწმებლები დაუმბერო, ნუ საქმე კარგად არის. და ამის შედეგად რა თქმა უნდა არა მარტო ამის შედეგად. ნუ იგივე დავუშვათ, ესე იგი ჩვენ გვაქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ხო, ეს ერთიანი ეროვნული გამოცდები არის ევროპის ქვეყნებში ზოგიერთში. ხო, ამიტომ აი რა კარგია. ჩვენ ვართ აი ამ ერთიანი ეროვნული გამოცდების გამო ახლოს ვართ ევროპულ განათლების ევროპულ სისტემასთან. მაგრამ ეს არის სამართლოში ილუზია და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძაფრი ილუზია, რომელშიც ვცხოვრობ. და ხა ეს იცით ხო, რომ ილუზია, ესე იგი, მით უფრო ეს არის მოქმედია, როდესაც არ იცი რომ ეს ილუზია. ხო, და ზუსტად ესე იგი ჩვენი განათლების სისტემა ზუსტად ეს ილუზია, როდესაც ჩვენ გონია, რომ განათლების სისტემა არის კარგი, თუ კარგი არა, ცუდი არა, თუ ახლოს არ არის დავუშვათ ევროპულ განათლების სისტემასთან არ შორს არის და ნუ რაღაცა ცოტა გვინდა რომ ამას მივახციოთ. მაგრამ ეს არანაირად არ არის. პირიქით, რაც დრო გადის, ჩვენი განათლების სისტემა სულ უფრო ხდება ბრუნდება წარსულში, ანუ ხდება საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა, უფრო შორდება იმ დეკლარაციულ მიზნებს, რაც მას ოდესღაც ჰქონდა, როდესაც განათლების რეფორმა დაიწყო. ნუ ერთი ნიშანი უკვე გითხარით, ხო, ესე იგი ვერსად ვერ გაიგონებთ საქართველოს ვერც სკოლებში და ვერც უნივერსიტეტებში, რომ ბედნიერება არის ადამიანის მიზანი და ამის ინსტიტუციური საფუძვლები შეიძლება რაღაცნაირად სახელმწიფოში შეიქმნას. ეს ერთი ამბავია. მაგრამ მეორე მხრივ რაც არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები, ეს არის კონტროლის და. ანუ ჩვენ განათლების სისტემა მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ეს იმაში კონსტიტუციაშიც კი გარანტირებული აკადემიური თავისუფლება, ან აკადემიური თავისუფლება იცით რა თქმა უნდა, მაგრამ განმარტავ რა არის, ეს არის თავისუფლება ისწავლო, ასწავლო და იკვლიო ისე როგორც გინდა, ჩარევის და იმისი ჩარევის და კონტროლის გარშე, ამის მიუხედავად კონტროლი იზრდება ყოველწლიურად და ყველა საინტერესო ის არის, რომ აი ამ კონტროლის აქტორები არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენ გარშემო და ისინი ჩვეულებრივად ამბერონ, მაგრამ თუათ არ არის საქმე, სკოლებს არ აუშავს, უმაღლეს სასწავლებლებს არ აუშავს, აგერ ხო გავიარეთ აკრედიტაცია, რაღაცები ჩამოვიდნენ, სკოლების აკრედიტაციაც გვაქვს უკვე და ესენი ამბერო საქმე არის კარგი. თუმცა ამას აქვს თავისი ობიექტური ნიშნები, არის თუ არა საქმე კარგად. როგორც თქვი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტი განათლების სისტემის შეფასების არის კონტროლის ხარისხი და ვისგან მოდის ეს კონტროლი. ეს მეორე ამბავია, ხო? იმიტომ რომ თავისთავად, რა თქმა უნდა, ესეთი ნებისმიერი ინსტიტუტი კონტროლს გულისხმობს, ხო? იმიტომ შეუძლებელი ინსტიტუტი არსებობდეს შინაგანი კონტროლის გარეშე. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც მე ვლაპარაკობ კონტროლზე, აქ ლაპარაკია გარე კონტროლზე. ანუ ვინ და როგორ და რა ხარისხით აკონტროლებს განათლების სისტემის ინსტიტუტებს.
აი მაგალითად დღეს დავიწყოთ აი სკოლების იქიდან, ხო, სკოლების დონიდან, დღეს ძალიან ძნელია ფაქტობრივად განვასხვაოთ რა ხდება კერძო სკოლებში და საჯარო სკოლებში, ანუ სახელმწიფო სკოლებში. საჯარო და სახელმწიფო ამ შემთხვევაში საქართველოში ერთ და იგივეა. ძალიან ძნელია განასხვაო, იმიტომ რომ პრინციპები როგორც ისინასწავლე ან სასწავლო გეგმები როგორც ისინასწავლენ არის ერთ და იგივე. ეხლა თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ ეს ალბათ არის უფრო იმის, ხო, უფრო თავშეთ კერძო სკოლების მმართველების ბრალი, ხო, ვიდრე თვითონ სისტემის, მაგრამ ბრალი რომ იყოს, ხო შეიძლება ეს სისტემა იყოს სხვანაირი, ხო, დავუშვათ სხვა პრინციპებით ისწავლებოდეს, სხვა სახელმწიფოებრივ ისწავლებოდეს, მაგრამ ეს არ ხდება, იმიტომ რომ ესე იგი განათლების სისტემის მართვა იმდენად არის შემოხვეული სკოლებს, რომ სკოლებს ახლა ურჩევნიათ პრინციპში, რომ ისქნან დაიმორჩილონ, ვიდრე იყვნენ წინააღმდეგი და შემდეგ რაღაცა ტიპის წინააღმდეგობიან უხერხულობები მიიღონ სამინისტროდან. ამიტომაც დღეს საქართველოში სკოლებში რა ვითარება, ესე იგი სისტემა არის ერთი და იგივე, სწავლების სისტემა არის ერთი და იგივე. პრინციპში ვერ განასხვავებ ერთმანეთისგან, კერძო სკოლაში რა არის და საჯარო სკოლაში რა არის. ერთ-ერთი რითაც ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და რითაც შეიძლება ვილაპარაკოთ განსხვავებაზე, ეს არის თვითონ მოსწავლეების უსაფრთხოების ხარისხი. ხო, რასაც მშობლები იხდიან იმაში კერძო სასკოლო განათლებაში, ეს არის ის უსაფრთხოების ხარისხი, რომელიც მათ აქვთ, ბავშვებს, რომლებიც სკოლაში არიან და ეს დიდი ფული, ზოგიერთი წარმოადგენს დიდია, ზოგიერთი წარმოადგენს ცოტა, მაგრამ ეს დიდი ფული ფაქტიურად გადაიხდება იმაში, რომ ბავშვები, მშობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი შვილები არიან უსაფრთხოდ, იქიდან ესე იგი არანაირი ძალადობრივი შეჭრა დავუშვათ ამ სკოლებში არ ხდება, არც გარდან ამ სკოლებში არ ხდება ძალადობა, იმიტომ რომ კონტროლი მაღალია. სხვა მხრივ, ესე იგი დანარჩენი კომპონენტების მხრივ სასკოლო კერძო და საჯარო განათლება ერთმანეთისგან არ განსხვავდება. და ამისი საფუძველი, რა თქმა უნდა, არის ისა საბოლოო ჯამში კი არა, უპირობოდ არის საფუძველი ის განათლების სისტემის კანონმდებლობა და რეგულაციები, რომლითაც ისინი იმართებიან სახელმწიფოს მიერ გარედან. იმიტომ აქ ლაპარაკი ფაქტობრივად ნაკლებად არის იმაზე შიდა მართვაზე, როგორც გითხარით, რაშიც არიან სკოლები თავისუფალი და რაშიც არის კერძო სკოლები თავისუფალი, ეს არის აი ამ უსაფრთხოების სისტემების შექმნა, რომელიც მშობლებს აწმუნებს, რომ მათი ბავშვი, როდესაც მას მიიყვანენ იმაში სკოლაში, არის უსაფრთხო. ეხლა რატო გეუბნებით, რომ ის არის სწავლის სისტემა, თვითონ სწავლა ერთი და იგივეა, იმიტომ რომ აქ არის ერთი ესეთი ინდიკატორი. იმის და მიუხედავად, როგორ სკოლაში სწავლობს ბავშვი, როგორი ტიპის და როგორი ხარისხის და როგორი სიძვირის კერძო სკოლაში, მშობლები მას მაინც ამზადებენ. ესე იგი ამზადებენ ისეთი კერძო სკოლებიც არიან, სადაც მშობლები ბავშვებს კერძო სკოლისთვის ამზადებენ, ესეთებიც არის. მაგრამ უფრო ხშირად ესე იგი ხდება ვითარება, როდესაც მშობლები ბავშვებს ამზადებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაძლებლად, ან საერთაშორისო გამოცდების შესაძლებლად, ანუ ეს ბავშვები მთლიანად არიან, აი, ესე იგი, ფაქტობრივად 24 საათი ისინი მოქცეულები არიან სწავლაში. ესეც არის იმისი ტოტალიტარულობის მაჩვენებელი. იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ ისეთი სისტემა გვაქვს სასკოლო განათლების სისტემაში, რომ ბავშვს სასკოლო განათლებაში, რომ ბავშვს არ რჩება არანაირი თავისუფალი დრო, არანაირი თავისუფალი დრო იფიქროს ბედნიერებაზე, არანაირი თავისუფალი დრო დაუთმოს იმას, რაც აინტერესებს, ან მოიფიქროს, რაც აინტერესებს, თუ არც ის, რაც აინტერესებს. მთლიანად ისინი ესეთი გახვეულები არიან აი ამ რაღაცისთვის მომზადებაში. და ეს რაღაცა არანაირად არ არის არ ბედნიერება, არ ბედნიერების ძიება და არ საკუთარი მისთვის ასიამოვნო ვითარების ძიება, ეს რაღაცა არის გადასვლა შემდეგ საფეხურზე. ესე იგი, სადაც რაღაცა გამოცდები ჩააბაროს, შემდეგ მოხდეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში, თუ დავუშვათ ჩააბაროს საერთაშორისო გამოცდები და მოხდეს საზღვარგარეთ რომელი უმაღლეს სასწავლებელში და იქ გააგრძელოს ისევ რაღაცისათვის მზადება. აი, ერთ-ერთი ის არის აი ეს მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც აი ბავშვები საქართველოში არიან მუდამ რაღაცისთვის მომზადების იმაში პროცესში ჩართულები. და სხვა შორის აი ესეც არის, ახლა თქვენ თუ ნელ-ნელა ეს არის გამოდის ამბები, უბრალოდ ნელ-ნელა ხდება ცხადი, რომ ბავშვები არიან ძალიან ესე იგი ემოციურ დისკომფორტში სკოლებში და აი რა ვიცი ძალიან ხშირია დეპრესიები, ძალიან ხშირია ესეთი
აქვია მას აქცეთი შფოთვები, რომელთან ბავშვებს აქვთ, იმიტომ რომ მათ ისინი ვერ პოულობენ ვერაფერს, რასაც შეიძლება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩაეჭიდოს. Ну, თქვენს რომ ესე იგი რაღაც ერთ-ერთი თვითმკვლელობას მოხდა, არ ვიცით ეს ჯერჯერობით, იმიტომ რომ ეს არის დაფარული ინფორმაცია და არ არის ამის შესახებ არანაირი კვლევები საქართველოში, მაგრამ ეს რეალურია, რომ ბავშვებს არ აქვთ სკოლაში, ბავშვებს არ აქვთ არა მარტო სკოლაში თავისუფლება, არამედ ამ სკოლის გარეთაც, იმიტომ რომ სკოლის გარეთ ისინი კიდევ რაღაცების ემზადებიან, რისთვისაც მათ უნდა დახარჯოს საკუთარი დრო და საკუთარი რესურსები. Ну, სხვა ამბავია, როგორ არის თვითონ სასკოლო ცხოვრება მოწყობილი. ახლა თვითონ რომ დავაკვირდეთ, ხო, როგორ ხდება თვითონ სასკოლო ცხოვრების ორგანიზება, აი რატო არის, ხო, ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ რატო არის ბოლო-ბოლო ეს ცუდი ეს ისა, ხო, კონტროლი, კი, აკონტროლოს ამ განათლების სამინისტრომ და ამ განათლების სამინისტროს დადგენილ ჩარჩოებში ასწავლონ ამასწავლებლებმა რაც უნდათ, ხო, ამ ჩარჩოებში ხო არის თავისუფლება. მაგრამ მთელი ამბავი არის იმაში, რომ ჩარჩო თვითონ გასაზღვროს რა არის შინაარსი. ანუ ის ჩარჩო, რომელთაც ისინი განათლების სამინისტრო და ხელისუფლება ჩარჩო, რომელშიც სვამს სკოლებს არის სწორედ შინაარსის განსაზღვრელი და ეს ეუბნება, რომ ფაქტიურად ეუბნება, რომ მაგალითად არ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი. უნდა ასწავლოთ აი კლასში რაღაცა რაოდენობით ბავშვი უნდა იჯდეს, ის მასწავლებელი იქ უნდა იყოს, მასწავლებელმა რაღაცა უნდა უთხრას, მე ბავშვებმა რაღაცა უნდა უპასუხოთ, ეს დავალებას მიცემს, მე ბავშვებს ეს დავალება უნდა წავიდნენ გააკეთოთ. ანუ არანაირი შესაძლებლობა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? იმაში თანამედროვე განათლებაში ამის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. ხო, ისე და ისე ხდება სახელმძღვანელოებით სწავლება, და თქვენი კითხავთ, რატო მე რა სახელმძღვანელოებით სწავლება ხდებოდა. საქმე იმაშია, რომ დღევანდელი ინფორმაცია ისე სწრაფად იცვლება და ისე განსხვავებულად ხდება აი ამის ინფორმაციის მოწოდება და იმდენი ნიუანსი ამ თანამედროვე ინფორმაციაში, რომ სახელმძღვანელოები სულ უფრო და უფრო ყოველ შემთხვევაში სახელმძღვანელოები, როგორც ჩვენ გვაქვს მასზე წარმოგვიდგენა, თან კარგავს აზრს. მთელი დატვირთვა თანამედროვე განათლებაში გადადის მასწავლებელზე, რომელიც ფაქტობრივად თვითონ არის სახელმძღვანელოს შემქმნელი, მით უმეტეს დღეს ძალიან ადვილია აი თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის პირობებში ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ორგანიზების გაკეთება და ამისი გადაცემა იმისათვის, რომ მოსწავლეებისათვის ეს ყველაფერი საქართველოში არის დახურული. ისევ არის ჩვენ სადღაც ალბათ ვართ, სადღაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ამ ჩვენი განათლების სისტემით. თავისი ყველა იმით, თავისი კონტროლით, თავისი ყველა დაწესებული შეზღუდვებით და დაწესებული აკრძალვებით, აი ესეთ ვითარება დღეს იმაში, სასკოლო განათლებაში. ამიტომაც აქ ლაპარაკი იმაზე, რომ რამენაირად აი ამ სკოლებში არის რაღაცნაირი თავისუფლება, არანაირად არ არის, საერთოდ არ არის არანაირი თავისუფლება, პირიქით რა, ესე იგი ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება სასკოლო განათლების მიმართულებით, ეს არის შეზღუდვის ნაბიჯი და არა თავისუფლების ნაბიჯი. ესე იგი სულ უფრო და უფრო მეტი ისინია, მეტი შეზღუდვებია დაუშვათ მასწავლებლების ჩასმა კვალიფიკაციის ჩარჩოებში. მასწავლებლების იძულება რაღაცა გააკეთონ ასე, დაწერონ ანგარიშები, ესე გააკეთონ და სხვანაირად არ გააკეთონ. სხვანაირად თუ გააკეთებენ, ხო? მაშინ იქ უკვე ხდება უკვე ისა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც უკვე კარნახობს, ხო, როგორი ტიპის ცოდნა უნდა ქონდეთ ამ მოსწავლეებს. და ასე შემდეგ, ესე იგი, ყველა მოქმედება, რომელიც დღეს სასკოლო განათლებაში ხდება, ეს არის კონტროლისკენ გადადგმული ნაბიჯი და შესაბამისად ეს არის უკვე ესეთი ტოტალიტარული სისტემა. ესე იგი, ჩვენ ისე აღმოჩნდით აი ამ სასკოლო განათლების ტოტალიტარულ სისტემაში, რომ ეს ვერც გავიგეთ. და აი ისიც კი, ესე იგი, ეს კერძო სკოლებიც, ხო? როგორც თქვი, რომ არის იქ, ესე იგი, თავისუფლების მომენტი, უყურეს თავისუფლების მომენტი არის სკოლების მიერ უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა, ესეც შორს არის თავისუფლებისგან, ხო? ეს არის უფრო ესე იგი, იმ უსაფრთხოების პირობების შექმნა, ანუ იმ ბავშვებისათვის რაღაცა ტიპის გარემოს შექმნა, რომელსაც მათი მშობლები თავს უსაფრთხოებს ცნობენ და ალბათ ბავშვებს თავს უსაფრთხოებს ცნობენ ამ შემთხვევაში. და ესეთი აი ამ აღწერით, რაც ახლა მე თქვენ გითხარით, ხო? ჩვენ ჩვენი დღეს გავიგუძეთ და უცებ აღმოჩნდა, რომ სასკოლო განათლება არის მთლიანად ტოტალიტარული სისტემა. სულ ერთი არა იქნება ეს კერძო განათლება, თუ იქნება ეს საჯარო განათლება. და ეს ყველაფერი მოდის იქიდან კი არა, რომ აი მაგალითად ვიღაცა ისინი ცუდი ბიძიები და დეიდები დაჯდნენ და გადაწყვეტეს, რომ მოდი ახლა სასკოლო განათლება გავატოტალუროთ და ესე იგი ტოტალური კონტროლი შემოვიღოთ. ეს არის მხოლოდ ერთი რამის გამო გაკეთებული, რომ ესე იგი მასწავლებლები, სკოლის მასწავლებლები არის საარჩევნო რესურსი საქართველოში.
აი ამითი ისაზღვრება თლიანად, იმიტომ რომ დიდი ინტერესია სახელმწიფოსი რომ არეგულიროს სკოლის მასწავლებლების მიერ ხმის მიცემის პროცესი, სულ ერთია ეს როგორ იქნება, ხო, ეს როგორ დაარეგულირებს, დაუშვათ უკაცრავად ხელფასის მომატებას დაპირდება თუ პირიქით ხელფასის იმას შემცირებას დაპირდება, სტატუსის დაწევას დაპირდება, ან დაუშვათ რაღაცა იმას შეღავას გაუკეთებს მის ნაცვლად და შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ეს მასწავლებელმა არჩევნებზე ხმა მიცენ ხელისუფლებისათვის სასარგებლოდ. ხო, ახლა ეს ბოლო მომენტიც რო არის, ხო, ამასთან გავცელდა, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაციის დაცვის ოფიცრები ინიშნებიან იმაში სკოლებში. ხო, ეს რისთვის ინიშნებიან? აქ ხა პერსონალური მონაცემების დაცვა თქმა უნდა ძალიან კარგი რამეა, მაგრამ ცალკე ოფიცერი რა საჭიროა ამისათვის? ანუ კომპიუტერის გასაღები ექნება ჩაკეტავს ამ ინფორმაციას მე გახსნის რაღაც. ეს არაფერი საჭირო არ არის, ხო? ამას ისედაც ესე იგი ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელიც არსებობს საქართველოში, ისედაც ეს უნდა შეასრულოს, იმიტომ რომ კანონის მოთხოვნაა, მაგრამ ამ შემთხვევაში არის სხვა ვითარება, როგორც ჩანს, სკოლის დირექტორები აღარ არიან სანდო ხელისუფლებისათვის და მათ დაჭირდათ დამატებითი ადამიანი მასწავლებლების კოჰორტის კონტროლისათვის. ანუ მიავლენენ ესენი, ესე იგი ეს ინფორმაციის დაცვის ოფიცრები დაიწყებენ მასწავლებლების კონტროლს, მასწავლებლების თვალყურის დევნებას, შეისწავლიან მათ, ნახავენ მათ სუსტ წერტილებს და ნახავენ ისეთ რაღაცებს, რაზე შეიძლება მათ დააწყვეტ და შემდეგ დავშვა გადასცემენ ამას იმათ არ ვიცი ეს ვინ იქნება, შეიძლება ეს იყოს პრეზიდენტი, შეიძლება ეს იყოს უშიშროება, მაგრამ გადაცემენ იმათ ისევ და ისევ კონტროლის გაზრდისათვის. აი ესეთ ვითარებაში არის დღეს საქართველოს ისინი, საქართველოს სკოლები. რაც სამწუხაროა, მაგრამ ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის გაცნობიერების გარეშე ჩვენ ისევ და ისევ ვიქნებით იმაზე, რომ აი ხე ისეთ წარმოდგენებზე, რომ აი ხა სახელმწიფო რო გამოვცვალოთ, შეიძლება სკოლა კარგი გახდეს. ან თუ დავუშვათ რაღაცა მეთოდით შემოვიტანთ იმას, ხო, განათლების სამინისტროს ჰქონდა რამდენიმე წლის წინ, არ ვიცი ეხლაც არის თუ არა, რაღაც ეს სულელური პროგრამა, თავისთავად ის მეთოდი შეიძლება არ არის სულელური, მაგრამ ერთი რომელიღაცა მეთოდით, რომელიც არის მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდი და მეტი არაფერი, ერთი მეთოდი უნდა გავრცელებიათ საქართველოს მთელ სკოლებში. მასწავლებელი-მოსწავლეს ურთიერთობის ერთი მეთოდი, თვითონ ეს მოქმედებაც უკვე მიუთითებდა იმაზე, რომ ეს არანაირი წარმატება ამას არასდროს არ მოყვებოდა, მაგრამ თვითონ ეს ინტენცია, რომ აი ხა მე ვარ განათლების სამინისტრო და რაღაც ერთ კარგ მეთოდს, რომელიც ვიცი, რომ კარგი მეთოდია, ამას დავამყარებ ყველა სკოლაში, ეს უკვე მიუთითებს იმათ, რომ ფაქტობრივად იმისი შეგრძნებას, რომ რაღაცა კარგად არ არის და არ შეიძლება ესეთი ტოტალური კონტროლი განათლების სამინისტროს დონეზე და ხელისუფლების დონეზე უბრალოდ არ არის. უბრალოდ არ არსებობს ესეთი რაღაც. და ამისი გაცნობიერება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, რომ არაფერი კარგი იქ არ ხდება სასკოლო განათლების სისტემაში, როდესაც ჩვენ მას ვაკვირდებით და ვამბობთ, რომ აი ხა ნეტარა ხდება, აბა როგორია ჩვენი მოსწრება საერთაშორისო შეფასებებში. საერთაშორისო შეფასებები საერთოდ როდესაც ის დაიწყო, აი ამ რამდენი წლის წინ დაიწყო, მე მგონი, სადღაც 90-იანი წლების წინა საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ამ საუკუნის დასაწყისში. ისედაც ის იყო, ისედაც წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღეს უკვე საერთოდ ისეთია, საერთოდ ძალიან მოძველებული, იმიტომ თუ შეამჩნიეთ ის ქვეყნები, რომლებიც პირველ ადგილებს იკავებდნენ იმაში ამ სხვა დარგებში, განათლება, ფინეთი მაგალითად, ხო, შვედეთი, როგორც ის იყო, აღარ იკავებდნენ ამ ადგილებზე. იმიტომ კი არა, რომ ეს ქვეყნები ცუდები არიან, განათლების სისტემაში არ არიან, ვერ იქნებიან ცუდები, რომ აი როგორც იბატონო თუ დასაწყისში ბედნიერების პირველ ათეულს კვლავ ესე იგი ფინეთი ლიდერობს, ხო, ბედნიერების იმას სიას აქ იზომება ესა კონკრეტული ადამიანის ბედნიერება ქვეყანაში. უბრალოდ ის მეთოდები, რა მეთოდებითაც სასკოლო მიღწევები ისაზღვრებოდა და ისაზღვრება დღეს იმაში საერთაშორისო შეფასების სისტემებით, ეს მეთოდები ამ ქვეყნებისაც აღარ არის რელევანტური. თორე ეს მეთოდები არის მაინც რაოდენობრივი, ეს მეთოდები მაინც არის ორიენტირებული რაღაცა კონკრეტული რაოდენობრივი შედეგის მიღებაზე და ეს სკოლები მაგალითად ფინეთში, ხო, სკოლები საერთოდ აღარ არიან ამ იმაზე, ამ მიზნებზე ორიენტირებულები და ისინი საერთოდ არ აკეთებენ ბავშვებს ვარჯიშს ამ მიზნებისათვის, ხო, ისინი სულ სხვა მიზნებით და სულ სხვა მეთოდებით და წარმოდგენებით ოპერირებენ. ნუ აი მაგალითად ეს არის ხა როგორც მე ვიცი, ფინეთის სკოლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ესე იგი გააკეთონ სკოლის ისეთი ორგანიზაცია, სადაც ბავშვი ისწავლის იმას, რაც მას უნდა. და ეს სულაც არ არის, ესა რა ქვია მას,
ესე იგი ესე იგი სწავლება ყოველგვარი მეთოდის გარეშე. პირიქით, ანუ სასწავლო გეგმა ისე არის შემუშავებული და მასწავლებლები ისე არის მომზადებულები, რომ აი ბავშვს მაგალითად უნდა კოსმონავტობა თუ უნდა მზარეულობა, ისინი ყველა შემთხვევაში იღებენ იმ ესე იგი ძირითად უნარებს, რაც მათ ჭირდებათ მაშინ როდესაც ისინი სკოლაში არიან, ან როდესაც ისინი სკოლიდან გარეთ გამოდიან. ხო და აი ეს არის ვითარება იმაში. ჩვენ საშუალო სკოლებში და ხო გეუბნებით ყოველი ნაბიჯი გადადგმული ამ სკოლის თითქოს გაუმჯობესებისაკენ, რასაც დღეს ჩვენი სახელმწიფო აკეთებს, ის არის ისა სკოლის კონტროლისგან მიმართული და არის ისევ იმ ტოტალიტარულ სისტემაში დაბრუნება, როგორიცაც ჩვენ ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს. თუმცა საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო ესეთი სისტემა, იმიტომ რომ სადღაც 80-იანი 70-იან წლებში, 80-იან წლების დასაწყისში საკმაოდ შესწავლილი იყო საბჭოთა კავშირში მისი სკოლის კონტროლი და ნაკლებად იგრძნობოდა ეს სკოლებში. თუმცა ეს დღეს საქართველოს სკოლებში ძალიან იგრძნობა. თავი პრობლემა სწორედ ეს არის, იმიტომ რომ იქ სახელმწიფო შეცვლა, რა ვიცი, ესე იგი, კარგი სასწავლო გეგმის დაწერა ვერაფერს ვერ ცვლის, იმიტომ რომ თუ მაგალითად ქვეყანა არის ისეთი, როცა თბილისში წყდება რა უნდა ისწავლოს და როგორ უნდა ისწავლოს მოსწავლე სვანეთში, ეს ქვეყანა ეს აი მარტო ეს რო იყოს და ყველაფერი დანარჩენი არ იყოს. ხო, ეს თვითონ უკვე საკმარისია იმისათვის, რომ თქვათ, რომ ეს სისტემა არის წარმატებული პოლიტიკური მიზნებისათვის, მაგრამ წარმატებელი კონკრეტული ადამიანებისათვის. არაფერს ეს სისტემა ამ კონკრეტული ადამიანებისთვის არ აკეთებს. ეხლა ცხადია, გაგიჩნდებათ ამ შემთხვევაში კითხვა, რა ხდება იმაში უმაღლეს განათლებაში. არანაკლები კონტროლია, მიუხედავად იმისა, რომ აი დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ესე იგი უნივერსიტეტები გამოდიან, აპროტესტებენ იმას, რა ქვია, მიტინგებზე ხელისუფლების ქცევას და ასე შემდეგ. ამის და მიუხედავად, ესე იგი ესენი ამას აკეთებენ ესეთი დაშვებული კონტროლის ფარგლებში. ანუ უმაღლეს განათლების სისტემა, როგორც საშუალო განათლების სისტემა, ისე არის ორგანიზებული სწორედ ამ კონტროლის მიხედვით. აი გაიგიათ, ხო, ეს აკრედიტაცია, ავტორიზაცია რაც არის. ხო, ეს აკრედიტაცია, ავტორიზაცია არა ის აკრედიტაცია და ავტორიზაცია, მაგალითად, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში. არამედ ეს არის პირდაპირ, ესე იგი, პირდაპირ კონტროლი უმაღლეს სასწავლებლების, იმიტომ რომ ხდება კონტროლი ყველა დონეზე. იქნება ეს სასწავლო გეგმის შედგენა, იქნება ეს ახალი საგნის შემოტანა და ხდება ეს კონტროლი ხდება, რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც არა იმ პრინციპების მიხედვით, როგორც ხდება აკრედიტაცია ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში. ესე იგი, კონტროლი ხდება როგორ? ხდება, იცით ეს თქვენ და დარწმუნებული ვარ, თქვენც მიგიღიათ მონაწილეობა ამაში, ვინც აქ მისმენთ სკოლის დონეზე თუ უმაღლეს სასწავლებლის დონეზე, ეს არის აკრედიტაციის ექსპერტები, რომლებიც არიან ექსპერტები არავისი ესე იგი არავისი დამსახურების მიხედვით სამეცნიერო სფეროში, ეს საერთოდ არის უგულებელყოფილი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში, არამედ თავისი გამოცდილება, სადღაც უსწავლებიათ, ესე იგი თუ უსწავლებიათ, მოდი ახლა ექსპერტად დავნიშნოთ და გავუშვათ რაღაც უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც ის რაღაცას გააკონტროლებს. და ეს კონტროლი ზუსტად მიუთითებს იმას, რომ ხო, ეს კონტროლი ყველანაირია, ხო, მაგალითად ჩაატაროს თუ არა უმაღლეს სასწავლებლებმა ონლაინ ისინი ლექციები. იქამდეც კი მივიდა, რომ აი ესე იგი კოვიდის მერე ესეთი ბრძანება გამოუშვა განათლების სამინისტრომ, რომ არ შეიძლება ლექციების ონლაინ ფორმატში ჩატარება. რატომ? ხო, აი ესეთი რატო არ შეიძლება? ხო, იმიტომ არ შეიძლება, რომ ესე იგი კონკრეტულად მე როგორც ვიცი, იმის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა პრობლემა აი ონლაინ რეჟიმში გადასვლის, იმიტომ რომ რაღაცა ვერ მოასწრეს თუ რაღაცა ვერ გააკეთეს და ნუ ამიტომაც რო არ გამოჩენილიყვნენ ეს. ესე იგი, სუდად ესე იგი რაც იმას დააწვეს. განათლების სამინისტროს ყველასთვის აეგზავნათ ონლაინ ესენი ლექციები. ნუ ერთი ამბავია ის, რომ თვითონ მისაღების სისტემაც, ხო, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაც, მიუხედავად იმისა, რომ ის დაიწყო როგორც კორუფციასთან ბრძოლა 2005 წელს და ჰქონდა რა თქმა უნდა წარმატებები დასაწყისში, ეს ერთიანი გამოცდების სისტემაც არის ძალიან ტოტალიტარული, იმიტომ რომ ეს რაც ნიშნავს, თუნდაც ფინანსურად რო შევხედოთ, ხო? ესე იგი, სადღაც დაახლოებით 100 მილიონამდე იხარჯება
იმაში უმაღლესი განათლებისათვის მომზადების პროცესში, ხო, იქნება ეს რეპეტიტორები, საგამოსვლო ცენტრები თუ რაცა, პლუს დავამატოთ ის, რომ სახელმწიფოს იხდის ხო ფულს იმაში. აი ამ ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოსვლო ცენტრის არსებობისათვის გადაიმსა, რომ იმას პლუს კიდე თავის შემოსავალი აქვს. ესე იგი იხარჯება ამაში და ეს არის, ესე იგი, და პრინციპში ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შემდეგ ეს ისინი ოჯახები ხარჯავენ იმას თვითონ სწავლების პროცესში. ანუ გრანტის მოპოვების ან გრანტის მოუპოვებლობის შემთხვევაში. ანუ რა ხდება? მომზად და უკვე ეს მისაღები გამოცდების სისტემა გახდა ისეთი რთული, აუცილებელია ეს ბავშვები მოემზადო, ხო? ადრეს თქვი, რომ სკოლის მოსწავლეები რა სკოლაში არ უნდა, როგორ სკოლაში არ უნდა სწავლონ, ისინი მაინც ემზადებიან იმისათვის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ. როგორც წესი ეს მომზადება ხდება და ძვირია ეს მომზადება გამოცდილების მქონე ხალხთან, ანუ ინტერნეტ გამსწორებლები, ტესტების გამსწორებლები ამ იმაში ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში და ფაქტობრივად რა გამოდის, რომ ისინი ემზადება კარგად, იღებს გრანტს, ხო? ძალიან ცოტა ისეთი, ვისაც არ შეუძლია მომზადება, მაგრამ მაინც აიღებს გრანტს, იმიტომ რომ ძალიან იჭერია. ესეთები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ძალიან უმცირესობა. რა გამოდის, სისტემა როგორია? ტოტალიტარული სისტემები როგორია, ხო, ისინი ყოველთვის ესე იგი ახალისებენ იმას დიდრებს და ჩაგრავენ ღარიბებს. ეს არის ტოტალიტარული სისტემა. აი ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა არის ზუსტად ასეთი. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ როგორ ვითარებაა, ხო? იმისათვის რომ სკოლის მოსწავლემ კარგად დაძლევს ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა, მან უნდა კარგად ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ხო, ერთიანი ეროვნული გამოცდები რომ კარგად ჩააბაროს, ის უნდა მოემზადოს კარგ რეპეტიტორთან. კარგ რეპეტიტორს მომზადება ღირს ძვირი. ესე იგი რა გამოდის, ხო? ესე იგი ის ვინც დიდარია, ან შემოსავალი აქვს ისეთი რომ გადაუხადოს ესე იგი თავის შვილს სადღაც მომზადების საფასურს სადღაც 4-დან 6,000 ლარამდე ის ამისთვის ჯილდოთ იღებს გრანტს, ხო? შემდგომში უნდა იყოს პირიქით, ხო, გრანტი მე უნდა იყოს, ვისაც ეს არ შეუძლია. საქართველოში არის პირიქით, ანუ ეს არის ზუსტად ტოტალიტარული სისტემის ესა მთავარი ნიშანი, რომ ის ახალისებს დიდრებს და ჩაგრავს ღარიბებს. აი ეს ზუსტად ეს არის, ახლა ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა, ეს არის ღარიბების დაჩაგვის სისტემა. იმიტომ რომ მათ არასოდეს არ ექნებათ იმდენი ფული, რომ ისევე კარგად მოამზადონ თავიანთი შვილები რეპეტიტორებთან, როგორც ამას აკეთებენ დიდრები და დიდრები ამაში იღებენ ფულს. ანუ დიდრები ამაში იღებენ გრანტებს. თუმცა ეს ერთიანი გამოცდების სისტემა საერთოდ რო არ იყოს, ხო, ის დიდრები თვითონ გადაიხდიდნენ, ესე იგი და ალბათ უფრო ნაკლები დაუჯდებოდათ თავის შვილების სწავლის ფულს და ეს ფული გამოთავისუფლდებოდა ღარიბებისათვის, ხო, რომელსაც მილიონი საშუალება არსებობს სხვა კრიტერიუმებით, როგორ შეიძლება ღარიბი დააფინანსოს იმისათვის, რომ მას ისწავლიდეს და უმაღლეს სასწავლებელში ისწავლოს. მაგრამ ეს ვითარებაა, ესე იგი პირდაპირ, ესე იგი გვაქვს ეს კლასიკური ვითარება, ხდება დიდრების დასაჩუქრება და ღარიბების კიდევ უფრო გაღარიბება. მეტი არაფერი არ არის ტოტალიტარული სისტემა. და კიდევ ის არის, ესე იგი, რაც არის, ესე იგი, ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, აი ამ ტოტალიტარული სისტემის გაგებისათვის, ეს არის მეცნიერების და კვლევის უგულებელყოფა. ანუ არ ჭირდებათ, არ უნდათ, იმიტომ რომ ესე იგი, მეცნიერების და კვლევის კონტროლი შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ შეუძლებელია მისი კონტროლი სამართლიანი კრიტერიუმებით, იმიტომ რომ სამართლიანი კრიტერიუმები თუ არის, მაშინ კონტროლიც არ არის, ხო? ამიტომაც ძალიან ნაკლები ყურადღება ექცევა კვლევას და ძირითადი ორიენტირი, ძირითადი დაწოლა, ძირითადი ინტენცია გადასულია სწავლაზე. ეხლა რო შეხედოთ, ხო, როგორ ლაპარაკობენ უმაღლესი განათლების წარმომადგენლები, ხო, საქართველოში ისინი სულ ხალხს უსვამენ იმას, რომ აი ესე იგი ჩვენ ამდენ ამას ვასწავლით, აი ჩვენ ამდენ ამას ვაკეთებთ, ჩვენ ესეთი პროგრამები გვაქვს, ჩვენ გვაქვს გასვლითი პროგრამები, ჩვენთან აი ნახე, აი კერძო უნივერსიტეტებს აქვს, ხო, ჩვენთან ყველაზე კარგი ნიშნების, კარგი, ესე იგი, რა ქვია იმას ეროვნულ გამოცდებში ყველაზე კარგი მოსწრების ბავშვები აბარებენ. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენთან აბარებენ დიდრები. ხო, ან საშუალო კლასი ან დიდრები. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ ღარიბი ნაკლებად ხდება ესეთი იმაში პოპულარულ უნივერსიტეტებში. და პრობლემა ზუსტად ეს არის, ხო, ესე იგი სწავლა აგებული არის უმაღლეს სასწავლებლებში, იმის მაგივრად თუ უმაღლეს სასწავლებელი რა არის, ხო, ახლა ბევრს გონია და მართლა სერიოზულად ფიქრობენ დღეს საქართველოში, რომ უმაღლეს სასწავლებელი ეს არის იმისა სწავლისათვის. მართლა ასე გონიათ, ალბათ ახლა უმეტესობა ესე იგი აქ ვინც მისმენ თქვენც ესე გონიათ, რომ უმაღლესი განათლების ინსტიტუტები არიან სწავლისათვის, მაგრამ ესე არ არის. უმაღლესი განათლების ინსტიტუტები სინამდვილეში არიან ახალი ცოდნის შექმნისათვის. სწავლა ამისი ესე გვერდითი ეფექტია.
რომ ადამიანები თუ არიან სადმე ესე რო გავამარტივოთ ვითარება, ადამიანები თუ სადმე არიან შეკრებილი იმისათვის შექმნან ახალი ცოდნა, მათ ესე იგი ჭირდებათ ფული იმისათვის ეს ახალი ცოდნა შეხვდნენ, ამიტომ ისინი ასწავლიან სტუდენტებს, რომ მათგან მიღებული ფულით გააგრძელონ ახალი ცოდნის შექმნა. აი ეს არის უნივერსიტეტი, მეტი არაფერი არ არის რა. ადამიანები თუ არიან სადღაც თუ ისინი სადღაც იმისათვის შეკრებულები რომ მათ მხოლოდ ასწავლონ, თავის სტუდენტებს სადღაც რაღაცა წაკითხული, ეს არ არის უნივერსიტეტი. ეს არის რაღაცა, შეიძლება რელიგიური სკოლა იყოს, შეიძლება რაღაცა იყოს, შეიძლება რაღაც სექტანტური სკოლა იყოს, მაგრამ უნივერსიტეტი ნამდვილად არ არის არანაირად რა. ისევ მეორებ, უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც იქნება ახალი ცოდნა და სტუდენტები არიან იმისათვის, რომ ესე იგი თან ესე იგი გადაიხადონ საკუთარი სწავლის ფული, იმიტომ რომ იგულისხმება ყოველთვის არ არის რა თქმა უნდა, რომ იგულისხმება, რომ ყველაზე კარგად ასწავლის ის, ვინც ქმნის ახალ ცოდნას. ამიტომაც ეს ახალი ცოდნის შექმნელები იღებენ ამაში ფულს და ესე იგი აბრუნებენ ამ კაპიტალს და გარეთ უშვებენ ახალი ცოდნის სახით. აი ეს არის როგორც მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, არანაირად. საქართველოში იმისათვის, რომ ეს არის სადმე ასწავლო, ესე იგი სადღაც უნდა ქონდეს გამოცდილება, სადღაც სწავლების. ეს ხო პარადოქსულია, მაგრამ ესეა. დაახლოებით ისეთი ვითარებაა. რომ ესე ფაქტობრივად ჩაკეტილი წესავით გამოდის. ხო შენ რო ასწავლო სადღაც, უნდა ქონდეს სადღაც მასწავლებელი. ამ სადღაც უნდა ქონდეს უკვე ლექციების საკითხული, იმისათვის რომ გააგრძელო ლექციების კითხვა. არავინ არ ამოწმებს და ამ სისტემას საერთოდ არ არსებობს, დავუშვათ როგორი ის აქვს, როგორი მოსწრება აქვს მათ, როგორი არის ესეთი ჰირშის ინდექსი, ციტირების ინდექსი როგორი აქვს, ანუ დაწერეს თუ არა რაღაცა ისეთი, ან გააკეთეს თუ არა რაღაცა ისეთი. რითაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ისინი მართლა რაღაცა კონტრიბუციას აკეთებენ იმისათვის, ახალი ცოდნის შექმნისათვის და ძალიან და შესაბამისად როგორც ტოტალიტარულ სისტემებში ხდება, ესე იგი ფაქტობრივად ესე იგი ისეთი ძალიან ბევრი როგორც ვთქვათ, და პირდაპირ ვთქვათ, ესე იგი შარლატანური სისტემები იწყებს იმას განხორციელებას, ხო? ადამიანები არ უკვლევენ თავის აჩვენებენ საკუთარ თავს და აჩვენებენ საკუთარ თავს და ყველას გარემოში რომ ისინი რაღაცას ქმნიან, სინოში არაფერს არ ქმნიან. და ასე შემდეგ, ხო? ძალიან ბევრი ის არის, ძალიან ბევრი უნივერსიტეტია, ფაქტობრივად ყველა უნივერსიტეტია, სადაც ესეთი შარლატანური პრინციპებით ხდება მუშაობა და შარლატანური პრინციპებით ხდება ესა ოპერირება უმაღლესი განათლების შეფასების მხრივ. და ხო გეუბნებით, კიდე ეს არის, აი თავარი აი ამ იმაში საუნივერსიტეტო განათლების შემთხვევაში და უნივერსიტეტების შემთხვევაში ინდიკატორი არის ზუსტად ეს, რომ სწავლაზე გადატანა მთავარი ყურადღების და ესე იგი იგნორირება იმისი კვლევის. ეს პირველი თუ სადმე შევხვდათ, ესე იგი თუ სადმე უნივერსიტეტმა დაგიწყო ჩახვალის ქვეყანაში, არ იცით ეს ქვეყანა როგორია, შევხვდით უნივერსიტეტს და ეკითხებით რას აკეთებ და ისინი გიწყებენ ლაპარაკს, რომ აუ ჩვენ ისევ ასწავლით, აი დამთავრდეს, აი ისევ ასწავლით, დამთავრებული ამბავია, ესე იგი თქვენ ხართ სადღაც ესე იგი არ არის კარგი რომ იცხოვრო ძალიან და ჯობია რომ წამოხვიდეთ იმ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არის ტოტალიტარიზმის ნიშნები. და რატო არის ახლა ესეთი ნიშნები? ხო, იმიტომ რომ როდესაც ადამიანები ჩამოკიდებული არიან აი ამ გაურკვეველ კრიტერიუმებზე, მაგალითად, ჩამოკიდებული არიან, ესე იგი, მათი სწავლების უფლება მიიღება სწავლების გამოცდილებით. ხო, ისინი კითხულობენ ლექციებს, იმიტომ რომ სადღაც ლექციები წაიკითხეს ოდესღაც, ხო? ამ შემთხვევაში მათი კონტროლი ძალიან ადვილია, მათი კონტროლი ადვილია, მათი ჩანაცვლება ადვილია, იმიტომ რომ ადვილად განთავისუფლებენ და სხვას ადვილად მიიღებენ მაგათ ადგილას. ანუ უნიკალურობა, რაც წესით უნდა იყოს უმაღლესი განათლების მთავარი ნიშანი, ხო? აი მაგათაც ტიპი არის ძალიან კარგი რაღაცაში. ნუ დავუშვათ რა ვიცი მე, იმაში ეკონომიკის კვლევაში, ხო? და აქვს რაღაცა ძალიან დიდი ისა რეკორდი ამ თავისუფლების. ეს არ არის საქართველოში კრიტერიუმი და ამითი ძალიან ცოტა ვინმეს თუ აფასებენ. და იქ არის მნიშვნელოვანი რამდენ ლექციას წაიკითხავს. დატვირთვები არის უზარმაზარი ყველგან ყველა უნივერსიტეტში. ლამის აი როგორც ის იყო, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, რა ვიცი, 8 საათი, 10 საათი, 12 საათი, შეიძლება მეტიც კვირაში. წარმოუდგენელია, როდესაც ადამიანი 8-12-დან 10 საათთან კიდევ უფრო მეტს კითხულობს ლექციებს, როდის უნდა იკვლიოს. შესაბამისად, ესეთი ამით მარტო ეს არ ხდება, მარტო ტოტალიტარული სისტემის დამყარება არ ხდება. ამ დროს ხდება ამ დროს ხდება კონსტიტუციის იგნორირება, ხო, როგორც კი კონსტიტუციაში თუ დარჩა რამე წესიერი, ეს დარჩა კიდე კარგი, რომ ეს აკადემიური თავისუფლება გარანტირებულია სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა არ არის. თუმცა არ არის, იქ ყველა ფეხის ნაბიჯზე კონსტიტუცია ირღვევა. მართლა ყველა
ფეხის ნაბიჯზე, იმიტომ რომ მოდის რაღაც განათლების სამინისტროდან რაღაცა დირექტივა, ეს ასე უნდა გააკეთოთ, ეს ისე უნდა გააკეთოთ, ეს ესეთ ფორმაში უნდა ჩასვათ, ესე იგი თუ გააკეთებთ ახალი სასწავლო კურსი, როდესაც დაუშვათ ლაპარაკია რა ვიცი მე, ბიოლოგიაზე, ან ფილოსოფიაზე, რატო უნდა იყოს სამინისტროს საკითხავი, იქნება ეს კურსი თუ არ იქნება, ხო? მაგრამ არის, იმიტომ რომ ყველა კურსი გადის აკრედიტაციას, ყველა უნდა მიიღოს აი გაურკვეველი ხალხის, ესე იგი დასტური, რომ ეს კურსი კარგია და რომ ამით ისწავლებათ. აი ესე იქნება ესეთი ჩაკეტილი რა ქვია მაგას, ურთიერთზე დაყრდნობილი, ესე იგი ჩაკეტილი წრე. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ესე იგი ეს რეფერირება კი არ მიდის სადღაც გარეთ, ხო? ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი კარგია, რატო ვიცით ეს ადამიანი კარგია? იმიტომ რომ ნახე რა კარგი მონაცემები აქვს, ხო? რაღაცა აქვს მაღალი ხირშის ინდექსი, აქვს მაღალი პუბლიკაციის ინდექსი და კარგია. ანუ სადღაც გარედან მოგაქვს რაღაცისა, ხო? ესე იგი კრიტერიუმები ამასაც. აქ არ ხდება ეს, აქ ხდება შიგნიდან კრიტერიუმები, იმიტომ რომ ეს ადამიანი ასწავლის ამდენ კურსს, ასწავლიდა ამდენ კურსს, ასწავლის კიდე მომავალში ამდენ კურსს, ეხლა ამდენ ასწავლის და ამიტომაც ის არის კარგი. აი ეს არის თავარი პრობლემა, რაც არის უმაღლეს განათლებაში და შესაბამისად ჩვენ ძალიან ისე ვართ, ესე იგი ჩართული ვართ მთლიანად ამ ტოტალიტარულ სისტემაში, ისე რომ არც ვიცით, ხო? ესე იგი გონიათ მათ აი მაგალითად გამოდიან ხო იმითი ლოზუნგებით, რომ ის არის განათლების სისტემა საფრთხეშია. განათლების სისტემა დიდი ხანია საფრთხეში აღარ არის. განათლების სისტემა ცხოვრობს იმ რეჟიმით, რა რეჟიმითაც მან უნდა იცხოვროს. ანუ ეს ეტაპი ამ ეტაპმა გაიარა უკვე, გაიარა იმ ნაბიჯ გაიარა იმ პერიოდიდან, როდესაც იზრდებოდა კონტროლი უმაღლესი განათლების, ხო? სინამდვილეში ხარისხის კონტროლი არ ხდება, მეგონა 60 უნივერსიტეტია თუ 66 საქართველოში, ხო? რადგან შეიძლება 66 უნივერსიტეტი იყოს ქვეყანაში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შეუძლებელი. ხო? და რაც ხდება და რაც არის ადვილი, რასაც აკეთებს სახელმწიფო აკეთებს კიდევ ერთ საინტერესო რაღაცას, სადაც ალბათ არ გაქვთ ყურადღება, ან თუ გაქვთ ძალიან კარგი, ეს არის იმისი, ცოდნის პროფესიონალიზაციას. ანუ ის ცდილობს, რომ ესე იგი ნებისმიერ ცოდნა, რომლის გადაცემას და კონსტრუირებას ხდება სტუდენტებში, და სტუდენტებისათვის იყოს მკაცრად ჩარჩოში. ამიტომაც არის ეს აკრედიტაციის სისტემა. ეს ამას სისტემა აკეთებს, ისე რომ ამ სისტემის მკეთებლებს ამის გაცნობიერება არ შეუულიათ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მე ექსპერტს მოვიყვან და რაღაცებს განვახილიებ, ეს ამ ექსპერტების განხილვის შედეგად მივიღებ კარგ პროგრამას და მე ვიქნები დარწმუნებული, რომ სიტყვაზე ბიოლოგიას ასწავლიან კარგად. სინამდვილეში ეს არ არის, იმიტომ რომ ბიოლოგია თავისუფალი მეცნიერებაა, მისი ცვლილების ხარისხი მით უმეტეს თუ ასწავლი იმას რაღაცა დონეზე, ხო? არა საბაზისო დონეზე, მისი ცვლილების ხარისხი არის ძალიან მაღალი, შესაბამისად სასწავლო პროგრამების კონტროლის მიზანი არის მხოლოდ ერთადერთი, რომ ეს იყოს სტანდარტული. ანუ ისევე როგორც პროფესია. აი პროფესიულ სტანდარტები არსებობს, სხვა მაგალითად იმაში სამედიცინო სფერო, ეს არის სტანდარტების სფერო, ხო? ადამიანს უნდა ასწავლოს სტანდარტულად, იმიტომ რომ მან არ დაუშვა შეცდომა, არ მოკლას პაციენტი და იქ იმ ეტაპზე, როცა ჩვენ ესე იგი ვუყურებთ იმას, ხო? ექიმის გამოშვებას ან ექიმის სპეციალიზაციას, ეს არის ძალიან პროფესიული სფერო. ისევე როგორც იურისპრუდენცია, ხო? მაგრამ ასეთი სფეროები არ არის არანაირად არც თავისუფალი მეცნიერებები, არც სახელმწიფო მეცნიერებები, არანაირად ესეთი არ არის. ხო, ისინი მათ თავისუფლების ხარისხი, იმიტომაც ქვიათ მათ თავისუფალი მეცნიერებები, რომ მათ თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია და მათი სტანდარტიზება შეუძლებელია ისე, რომ არ დაკარგო მათი მთავარი არსი, ხო? ეს იმისი, მაგიტომაც არის აკადემიური თავისუფლება, აქედან გამომდინარეობს, რომ კვლევას უნდა ქონდეს საშუალება იკვლევს როგორც უნდა და ასწავლოს როგორც უნდა. იმიტომ რომ როგორც უნდა ეს კი არ არის, რომ რაღაცა ბიოლოგიის მაგერად ფილოლოგია ასწავლოს, ეს როგორც უნდა იმაშია, რომ როდესაც ახალი რაღაცა ჩდება, მან ეს უნდა მოარგოს ამ იმას, ხო, სწავლების სისტემას, იმიტომ რომ სტუდენტები ვინ არიან, ხო? ესე იგი წესიერ, ესე იგი თავისუფალ საუნივერსიტეტო სისტემაში სტუდენტები არიან დამხმარეები კვლევის. თუმცა მათ მეტი ის არ აქვს, ხო? მეტი ამბავი არ აქვს, ისინი სწავლობენ კვლევით. მით უმეტეს ახლა ძალიან პოპულარული ხდება ეს მიმართულება კი არის, სლოგანი, რომ უნდა ასწავლო კვლევით, უნდა ასწავლო კეთებით, ხო, სხვანაირად არაფერი არ ისწავლება, იმიტომ რომ შენი მოხსოვრი მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაცას აკეთებ და ის რაც ისწავლე ამ შემთხვევაში მოძველებული რომ იყოს, ეს არაუშავს რელევანტურია, იმიტომ რომ შენ რაღაცა გააკეთე, რაც იმ დროს როცა სწავლობდი იყო რელევანტური გარემოში და ადვილად შეგეძლება ადაპტირება ახალი ვითარებისადმი. აი ესეთ იმაში, აი ესეთ ჩაკეტილ წლებში ვცხოვრობ, ხო, ესე იგი სკოლაში არის ისა ჩაკეტილი სისტემა, გადასვლის საფეხური არის ჩაკეტილი, უმაღლესი განათლების სისტემა არის ჩაკეტილი, ჯერ კიდევ ვერ მოხდა, კიდე რაც ერთი ის არის მთავარია სისტემის სიმარტივე. ესე იგი, როდესაც სისტემა ტოტალიტარულია, ის არის მარტივი ძალიან. აი მაგალითად საქართველოში როგორ არის, ხო?
ესე იგი, ფაქტობრივად ყველაფერს, რასაც სწავლობ 4 წელი და მე 2 წელი და მე კიდე 3 წელი, ყველაფერს ქვია აკადემიური განათლება. ყველაფერს, ხო? ნუ ესე არ არის უმეტესობა ნორმალური და წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნებში. ესე იგი, არის პრინციპულად განსხვავდება, როგორც უკვე ვილაპარაკე, ესა აკადემიური სწავლება და პროფესიული სწავლება. პროფესიული სწავლება არის ის სწავლება, რომელიც არის ძალიან ჩარჩოებში მოქცეული და ძალიან რეგულირებული. აკადემიური ესეთი არ არის, მაგრამ საქართველოში არის ეს სისტემა, რომ ერთნაირად რეგულირდება ფაქტიურად აკადემიური სწავლება და პროფესიული სწავლება და პლუს კიდე პროფესიულ სწავლებას დამატებითი რეგულაციები აქვს. ანუ სუპერ რეგულირებული სისტემაა და ამიტომ ეს არის მარტივი, ხო, იქ არ არის გადახრები, არ არის სხვა მიმართულების წასვლება, არ არის თავისუფლება, ის თავისუფლება რაც იყო 20 წლის წინათ ის საერთოდ აღარ დარჩა. და ეს სტუდენტები სულ უფრო და უფრო იძულებული არიან ძალიან ჩარჩოებში ისწავლონ და ძალიან უჭირთ მათ დაუშვათ იმისი შეცვლა, სპეციალიზაციის შეცვლა, სხვაგან გადასვლა, ან ცირედითაც ამისი ცვლილება. ხო და ეს არის საერთოდ რაც მინდოდა მომეყოლა განათლების სისტემაზე თქვენთვის და იმისი ნუ თავარი ჩემი მიზანი რა იყო ამ შემთხვევაში იმისი ახსნა რომ ესე იგი ყველაზე დიდი ილუზია არის ზუსტად ის რომ გონია რომ ეს ილუზია არ არის ილუზია. ნუ ჩვენ გონია რომ ჩვენ განათლების სისტემა რაღაცით გავს იმას. თავისუფალ უმაღლესი განათლების სისტემას, ხო, როგორც არის ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ არა, არ გავს, არანაირად არ გავს. პირიქით რა, ეს არის ის ილუზია, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ყოველდღე ჩვენი მოქმედებით ამ ილუზიას ყვებავთ. და ეს არის პირიქით, ესე იგი უკუგზა ბედნიერებისგან. და ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ამ სისტემაში ჩვენ ამენაირად მივიღებთ ბედნიერების შესაძლებლობის სწავლას და პირობების შექმნას, ეს არის ძალიან შორს სინამდვილესთან. ხვდები რომ თლაც სასიხარულოდ ვერაფერ ვერ გითხარით, მაგრამ ნუ დასიზამ. მადლობა, ხა ველოდებით თქვენ შეკითხვებს. მადლობა თქვენ. საინტერესო საუბრისთვის და გისმენთ მეგობრებო, შეგიძლიათ კითხვები დავუსვათ ბატონ გიგის, კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიგოთ იმაზე მეტი, ვიდრე ვიცით. კი ბატონო, თინათინ ქავთარაძე, მერე ცირად გებუაძე. გისმენთ. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში არ შემიძლია არ დაგეთანხმო გიგი იმაში, რომ აი დღესაც რაც ჩავატარე ლექცია და ეს არის ზუსტად კვლევას ვასწავლი, როდესაც ვეკითხები სტუდენტებს, რომ რისთვის ჩააბარეთ უნივერსიტეტში, რა ხდება უნივერსიტეტში, ისეთი რაც არ ხდება პროფესიულ სასწავლებელში და რატო პროფესიულ სასწავლებელში არ ჩააბარეთ, მათ პასუხი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ უნივერსიტეტში ხდება მხოლოდ სწავლება. და როდესაც უხსენებ, რომ კვლევა ხდება და კვლევა არის მთავარი, უცნაურია, რომ ამაზე წარმოდგენა არ აქვს მეორე, მესამე და მეოთხე კურსელსაც კი, არა მხოლოდ პირველ კურსელს. ანუ არავინ ამაზე არ ელაპარაკება, ეს არის ჩემთვის აი მართლაც გამაოგნებელი ფაქტი. ახლა განსაკუთრებულად უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო ChatGPT-ის გამოწვევებთან ურთიერთობა, ანუ როგორც ისინი ამას უწოდებენ და გუშინ სხვა შორის ვიყავი workshop-ზე, სადაც უნდა ესწავლებინათ ჩვენთვის, როგორ გამოვიყენოთ ChatGPT. მე ვერაფერი სამწუხაროდ სასარგებლო ამ workshop-იდან ვერ წამოვიღე და ამიტომ შენთან მექნებოდა შეკითხვა. აი კვლევის დაგეგმვის დროს, ხო? აი როგორ დაგეგმოს კვლევა გარკვეულ საკითხზე. როგორ შეიძლება ChatGPT-ის გამოყენება ვასწავლოთ? ასე ვთქვათ, ხო ისე კი არა რომ დაუწეროს, არამედ დაეხმაროს და თუ არის ეს შესაძლებელი, იმიტომ რომ ვიღაცები ამბობენ, რომ არ შეიძლება ChatGPT-ის გამოყენება და ამას უნდა ვებრძოლოთ. ან შენი აზრი მაინტერესებს. მადლობა. მადლობა. კარგი შეკითხვა. ეს დამოვიწყდა მე თქვა საერთოდ ისა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უმაღლეს განათლებაში. ნუ ძალიან კარგი ინსტრუმენტია თვითონ ისა ხელოვნური ინტელექტი, იმდენად კარგია, რომ ის საერთოდ ხიფათს უქმნის არა მარტო იმას, ესე იგი არა მარტო ჩვენთან არსებულ სისტემას უმაღლესი განათლების, არამედ მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ChatGPT თავისი განვითარებით ნელ-ნელა
ნელა კი უკვე არის, მე რომ კითხო, რაც მე გამოცდილებად არა μόνο ChatGPT, არამედ ყველა სხვა ეს ხელოვნური ინტელექტსაც წარმოადგენს, უკვე შეუძლია, ესე იგი, საშუალო და საშუალოზე მაღალ ლექტორის ფუნქციის შესრულება. უპრობლემოდ, არანაირი პრობლემა მაგაში არ არის. შეუძლია შეასრულოს ამ ფუნქციას, ინფორმაცია აქვს ზღვა, დამუშავება ინფორმაციის შეუძლია ძალიან სწრაფად და ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც სტუდენტ შეიძლება გაუჩნდეს, გასცემს იმას ადეკვატურ პასუხს. ეს რაც შეეხება სტუდენტებს, ხო და ცხადია რომ ისინი ესე იგი ისინი ვინც ამბობენ რომ ChatGPT-ს გამოყენება არ შეიძლება, ας ხედავენ საკუთარ თავის მიმართ ხიფათს, რომ ესე იგი მალე ChatGPT მათ ჩაანაცვლებს. თუმცა ChatGPT არის შესანიშნავი დამხმარე როგორც სწავლაში, ასევე კვლევაში, იმიტომ რომ ჯერ ერთი მას შეუძლია სრულიად ახალი და თანამედროვე ინფორმაცია მოიძიოს და მოყვეს გასაგებად. მეორე მას შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს თვითონ კვლევარს, იმიტომ რომ მაგალითად ის არის, ხო? ესე იგი შეუძლია უპასუხოს კითხვაზე რა ხდება, მაგალითად არსებული პრობლემის გადაწყვეტა არსებობს თუ არა, რომელიც კვლევას უნდა რომ გადაწყვეტოს. პირიქით, ანუ ის რომ ჩვენ დღეს არ მოუწოდებთ უნივერსიტეტებს და არ მოუწოდებთ უმაღლეს სასწავლებლებს რომ ChatGPT ჩვენთან არის ყველაზე პოპულარული ის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოთ. ეს არის ესეთი ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი და ძალიან სახიფათო სტუდენტების მომავალისათვის, იმიტომ რომ ამის გარეშე მომავალი მალე არ იქნება საერთოდ და ერთჩვენერ დღესაც ჩვენი სტუდენტი აღმოაჩენს, რომ ის ბევრად ჩამოვარდება ხელოვნურ ინტელექტს თავისი უნარებით, იმიტომ რომ მას არ ასწავლეს პრობლემების დანახვა, იმიტომ რომ რა ჩვენ ესე იგი განსხვავდებით ადამიანები ხელოვნურ ინტელექტთან არის ის, რომ მათ არ შეუძლიათ ახალი პრობლემების დასახვა და ამ ახალი პრობლემებზე იმისი პასუხების მოძიება. ეს ChatGPT-ს არ შეუძლიათ, არც ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლიათ, არც არასდროს არ შეიძლება, იმიტომ რომ ის ეყრდნობა არსებულ ინფორმაციას. მაქსიმუმი რაც შეიძლება გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა, ეს არის კომპილაცია, შეჯერება და გადმოცემა. ანუ აი ისე რო ვთქვათ რა, ესე იგი როგორც ჩვენ ვართ შეჩეულები საქართველოში, ესე იგი კარგი საშუალო დონის წიგნის დაწერა თანამედროვე მიღწევებს. ეს ChatGPT შეუძლია ძალიან ადვილად და ყველა შეუძლია ყველა ხელოვნური ინტელექტი შეუძლია ამის გაკეთება. მას შეუძლია ძალიან კარგი თარგმნა. ხელოვნური ინტელექტს მაგალითად კლოდი არის ეგეთი შესანიშნავი პროგრამა, რომელიც ძალიან კარგად თარგმნის ძალიან რთულ ტექსტებს ქართულად. და ძალიან ბევრ რამაში არის ძალიან დამხმარე. მაგრამ ისევ ესე იგი თუ კი ჩვენ ამას არ გამოვიყენებთ, ერთი ამბავი რომ ჩვენ თვითონ იმას ვიზამთ, ჩვენ ვიქნებით ჩამორჩენილები რესურსების გამოყენებაში, იმიტომ საბოლოო ჯამში ხელოვნური ინტელექტი არის რესურსების გამოყენების ოპტიმალური გზა. და მეორე ამბავი ის არის, რომ ჩვენ ფაქტიურად დღეს იმ განათლების სისტემით, რომელსაც დღეს ვასწავლეთ სტუდენტებს და მათ რაღაცა თორნის კონსტრუირების საშუალებას ვაძლევთ, ჩვენ მათგან ცუდი დაბალი დონის ხელოვნურ ინტელექტს ვქნით. პირდაპირ შეგვიძლია დღეს უკვე ვთქვათ, რომ ესე იგი ჩვენი სტუდენტები არიან იმ სასწავლო გეგმებით და იმ სასწავლო მიზნებით, რომელიც დღეს უნივერსიტეტებშია, დაბალი დონის ხელოვნური ინტელექტის სუბიექტები. აი ეს ვითარებაში ვართ. კიდევ უფრო და მადლობა თინამ შეკითხვისთვის, კიდევ უფრო ტრაგიკულ ვითარებაში ვართ ამ ხრივ. იმიტომ რომ ნელ-ნელა, ესე იგი ჩვენ არ ვითარდებთ კონტროლის მიმართულებით და ნელ-ნელა ხდება ჩამორჩენა ყველაფრისაგან. როდესაც ახლა მთელი წესიერი უნივერსიტეტი უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ როგორ ჩაანაცვლოს ლექტორების დიდი პროცენტი იმითი ხელოვნური ინტელექტით. და ეს შესაძლებელია. იმიტომ რომ ადამიანის ფუნქცია კვლავ რჩება, ადამიანის ფუნქცია შეუცვლელია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი ეს ადამიანი იკვლევს და ნახულობს ახალ პრობლემებს და ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნას. მაშინ კი, მაგრამ თუ ის აკეთებს თუ კი ის კითხულობს ინფორმაციას აგროვებს, ამ ინფორმაციას ერთმანეთს დაჯერებს და მერე ამას უყურებს სტუდენტებს, ეს არის ზუსტად ის, რაც აკეთებს ხელოვნური ინტელექტი. დიდი მადლობა. ცირა შეგიძლია დასვა კითხვა. ბატონო გიგი, მოგესალმებით. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. ბოდიში ეკრანი გამორთული მაქვს. მე ნამდვილად ვისურვებდი, ბატონო გიგი, ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი და ჩვენ ოჯახები და სკოლა ემსახურებოდეთ იმას, რომ ინდივიდი იყოს თავისუფალი და ბედნიერი. და რა თქმა უნდა, წარმატებული და წარმატება და კეთილდღეობა მე უკვე მოაქვს ამას ყველაფერს, თუ კი ის ინდივიდი იქნება თავისუფალი. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ იმისათვის, რომ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოვიდეთ.
და რაღაცნაირად საზოგადოებამ აღიაროს ან მიხვდეს როგორი სავალალო მდგომარეობაა განათლების სისტემაში. გააცნობიეროს ის საშინელი პროცესი, რომელიც ძალიან ცუდად აისახება ჩვენი შვილების ფსიქიკაზე და ზოგადად მათ ჩამოყალიბებაზე, ხო? გასაგებია, რომ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ სკოლა უნდა ემსახურებოდეს ზუსტად იმას, რომ ბავშვმა ისწავლოს როგორ იყოს ბედნიერი. მაგრამ თქვენი აზრით, რა ბერკეტი არსებობს, რომ თავად საზოგადოება მიხვდეს, თუ ვერ ხვდება, ან აღიაროს, რომ დღეს ჩვენ ვართ ძალიან სავალალო მდგომარეობაში ამ მიმართულებით და ეს ცნობიერება, ვთქვათ, ეს გაცნობიერება რას შეცვლის, თუ კი ეს მოხდება. ეს ძალიან ძნელია ამის რომ საზოგადოებამ აღიაროს ეს არის. თუმცა ყოველთვის არის, ანუ ინტუიციური მიმართება იმაზე, რომ შვილმა კარგ სკოლაში უნდა ისწავლოს, ეს არის ყოველთვის. და ადამიანს არავინ არ მითხრას, რომ ესე იგი რაღაც იდეოლოგიის გამო მშობლები ვარ სიტყვენ, რომ შვილმა კარგი განათლება მიიღოს. მე მახსოვს ის დრო მართლმადიდებელი მშობელთა კავშირის წევრებს როგორ შეყავდათ ბავშვები ამერიკულ სკოლაში. ჩვეულებრივად დადიოდნენ მიტინგზე, ესე იგი იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ, ესე იგი ძირს ამერიკა და ძირს ესე იგი დასავლეთი და მე ესე იგი დილას მიყავდათ ბავშვები ამერიკულ სკოლაში და ეს ბავშვები იქ სწავლობდნენ. ასე რომ ეს ინტუიციური გაგება იმისა, რომ განათლება უნდა იყოს კარგი და ესე იგი არ არის დამოკიდებული მათ იდეოლოგიურ მიკერძოებულობაზე, ეს ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ იცის, ესე იგი ჩვენი ევოლუციურად ჩამოყალიბებული ეს არის გზნობაა, რომ განათლების გარეშე შეუძლებელი ადამიანი არსებობს, ამიტომ ყველას უბრალოდ შულს მისცეს კარგი განათლება. მაგრამ ამისი გაგება არის, ამისი გაგება და გაცნობიერება და მით უმეტეს ამისი დასახვა მიზნად ძალიან რთულია, ესე იგი მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, რომელსაც არანაირი გამოცდილება თაობებს არ ქონიათ ადეკვატური განათლების სისტემის. ხო, ჩვენ საქართველოში მაგალითად საბჭოთა კავშირში, ესე იგი დაბადებულები არიან ბაბუები, ესე იგი შვილები არიან დაბადებულები ამ გარდამავალ პერიოდში, ბავშვები საერთოდ ახლა არიან დაბადებულები, რომელთაც არც უნახავთ, ესე იგი სხვანაირი განათლების სისტემა როგორია, ესეთ ვითარებაში ცხოვრობთ. ამიტომაც ერთადერთი გზა, რომ ეს გამოსწორდეს, არის ესე იგი სრული დერეგულაცია განათლების სისტემის. უბრალოდ გაშვება და თქმა უნდა, აი რაც გინდათ ის აკეთეთ რა. სკოლებს უთხრა რომ გააკეთეთ სასკოლო საბჭოები და თქვენც აკეთეთ რაც გინდათ. უნივერსიტეტებს უნდა უთხრა რომ აღარ ახართ ჩვენზე ჩამოკიდებულები და კისერი გიტეხიათ და ასე შემდეგ რა. ესე იგი ერთადერთი გზა არის დერეგულაცია. ამაზე ვარესი რა უნდა მოხდეს. ეხლა ვკითხავთ რომ აი არ მოხდება საშინელება, იმიტომ რომ როდესაც ის არის როცა დერეგულაცია მოხდება, ყველა იქნება იმაზე ორიენტირებული, რაღაცა გაერთიანებები შექმნა, რაღაცა ერთად გადაწყვიტა, რაღაცა კარგი სკოლა გააკეთონ თავიანთ შვილებისათვის. მით უმეტეს უნივერსიტეტებში, ასე რომ ერთადერთი გზა ამისი არის სრული დერეგულაცია. და მე რომ ნახოთ მადლობა ბატონო გიგი. სხვებს თუ გაქვთ კითხვები ბატონო გიგის, შეგიძლიათ დაუსვათ. მოგესალმებით, შეიძლება. კი ბატონო, კი. მადლობა, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის. ბატონ გიგისთან ესეთ შეკითხვა მექნება. აი ჩვენ რასაც მოვესწარით. განათლების სისტემა ოდესმე იყო არატოტალიტარული და შედარებით თავისუფალი? არა, ერთი პატარა პერიოდი იყო ალბათ იმაში, ესე იგი, აი სადღაც აი 80-იანი წლების დასაწყისი შეიძლება, მაგრამ ეს იყო ძალიან იმის გამო, რომ თვითონ სისტემა, ესე იგი, ეს არ იყო კურიკულუმის კონტროლი და სასწავლებლების, მაგრამ იყო ძალიან კონტროლებადი კორუფციით, რა, ასე რომ ყოველთვის, ანუ ჩვენ გვქონდა ესე გაფუჭებული ტოტალიტარიზმი, ანუ ტოტალიტარიზმი, რომელიც მერე გადაიქცა კორუფციად, საყოველთაო კორუფციად, ასე რომ ფაქტობრივად ჩვენ არასდროს არ გვცხოვრია. ოდნავ ნორმალური განათლების სისტემაშიც კი გახსოვთ, ხო, თქვენ ეს იყო სკოლებში კორუფცია, ეს იყო უმაღლეს სასწავლებელში კორუფცია. და ეს კორუფცია დღესაც არსებობს, უბრალოდ ეხლა მას აქვს ინსტიტუციური ფორმა, ეხლა თავისთავად, ესე იგი, როდესაც არსებობს მისაღები ერთიანი ეროვნული მისაღები გამოსცემ, ეს კორუფციის ფორმა მეტი კი არაფერი. ანუ კორუფცია რა არის ამ შემთხვევაში, ხო? ის ფული, რომელიც
მოქალაქეებმა უნდა დახარჯონ განათლებაზე, ხარჯავენ ამ განათლების სისტემაში მოხვედრაზე. ესე არის 100 მილიონი ხარჯება ამაზე ყოველწლიურად. ეს არის ის ფული, რომელიც პოტენციურად კარგ ქვეყანაში წავიდოდა განათლებაში და წარმოიდგინეთ რამხელა ის იქნებოდა, ხო? რამხელა პლუსი არის ეს განათლებისათვის, უცებ 100 მილიონი ჩდება განათლებისათვის. მაგრამ ეხლა არა, ეს ეხლა კორუფციულია, იმიტომ რომ მეტი ფული იხარჯება ოჯახის მიერ, აი ეს household რო ქვია ხო, household expenses რო არის, მეტი ფული იხარჯება ოჯახის მიერ მოხვედრაზე ამ სისტემაში, ვიდრე თვითონ სისტემაში ისინი ვერ ეიხდიან. რო არა, არც არ გვიცხოვრია ჩვენ ეგეთ იმაში, ეგეთ სისტემაში, რომელიც ოდნავ ყოფილიყო ახლოს აი თანამედროვე მის დროინდელ თანამედროვეობასთან. ეთანხმებით. მე ვყოფილ ვარ მინახავს ამერიკული განათლების სკოლა, ევროპული, შანხაიშიც ვარ დამყოფი და დაუშვათ ევროპაში, ამერიკულ სკოლაში ნახე საგაკვეთილო პროცესი, სადაც ყველა თავისთვის მუშაობდა, თუ რამე დახმარება დასჭირდებოდა მოსწავლეს, ამ შემთხვევაში მიმართავდა მასწავლებელს და ერეოდა მასწავლებელი აძლევდა მიმართულებას, რჩევას. ნახე აზიური განათლების სისტემა, სადაც დასვენებაზეც კი ბავშვები წყობრად, ესე ვთქვათ, ნაბიჯებით სამხედროებივით დადიოდნენ. ჩვენი სისტემაც, ჩვენ ვცდილობდით საქართველოში შეგვექმნა განსხვავებული მოდელი, მაგრამ ერთს ვიტყვი, ჩვენი საზოგადოება ისეთია, რომ ვერანაირ სიახლეს ვერ გუობს. თუ რამე შეეცადა ვინმე რომელიმე სკოლაში განსხვავებული მიდგომებით, დანარჩენი საზოგადოება იმდენად შეიძლება შურით რითი შეხედავს ამას, იმდენად დაუწყებენ ძაგებას, რაღაც მინუსების ზებნას, რომ საზოგადოება ცდილობს ჩაკლას ყოველგვარი სიახლე. აი ესეთი განწყობებია საზოგადოებაში ხოლმე. ანუ სასწაული რაღაცა გჭირს, განვითარებაზე რო ვიყო და თანამშრომლებაზე ორიენტირებული, მაგის ნაცვლად ვცდილობთ, რომ თუ ვინმე წინ წაიწია, უკან მოვქაჩოთ. ანუ ძალიან რთული ის არის, განათლება ხო იზოლირებული არ არის საზოგადოებისგან და ჩვენი საზოგადოებრივი ურთიერთობის სისტემა პროგრესს ხშირად გამორიცხავს. ანუ უფრო სიღრმისეულია და შეიძლება მართლობები ცვლებოდეს, მაგრამ აი ეს საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემა, რომელიც განვითარების საწინააღმდეგოდაა მიმართული, საკმაოდ ხშირად გვიბიძგებს რეგრესისკენ და არა პროგრესისკენ და ძალიან ძნელად ხდება. შეიძლება ხდებოდეს გარკვეული მიმართულებების წინსვლა, მაგრამ ყოველთვის ბრძოლაში, ყოველთვის ჭიდილში, წაჯექ უკუჯექობანას თამაში, ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან, რაც მოსწრები ვარ განათლების სისტემას ყველა არეფორმირებს, რამდენი მინისტრი შეიცვალა, ალბათ გინესის წიგნში შევალთ საქართველოს ბოლო წლებში და ყველა თავიდან იწყებს, მერე მომდევნოს წინ არ მოსწონს და ასე შემდეგ. ყველაზე რთული უბანია მე რომ მკითხოთ, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში მუშაობის და რთული ფაქტია. თქვენს კარგად იცნობთ, რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთ ამ სისტემას ყველა კუთხით გაქვთ შეხედული. გამოსავალს სად ხედავთ? გამოსავალი ის არის, რომ აი როგორც ესე იგი ეს ჩვენთან ეს რაც აღწერეთ, ყველაფერი ისტორია ოღონდ, საზოგადოების ბრალი კი არ არის, ეს არის ამ ტოტალიტარული სისტემის ბრალი, რომელიც არ შეცვლილა იმის მიუხედავად. იმიტომ ესე იგი აი სხვა ხელისუფლებების და სხვა პარტიების ხელისუფლებაში მოსვლის მიუხედავად, იმიტომ რომ ყველა მოდის, არა ხდება, ეს ამდენი სკოლა მას მის დაქვემდებარებაშია. და მას აქვს ყველაფრის უფლება, რომ ეს სკოლები ამ სკოლებში რაც უნდა შეცვალოს. აი ესეთი ვითარებაა რა და ამიტომაც ყველას აქვს თქონება, რომ მოდი მე ახლა აქედან ავაშენებ და მე უცებ ვიღაცა ეტყვის ამ პრეზიდენტი, ამ პრემიერ-მინისტრს, რომ რადოსე გაშენება აკეთო, განაცხადა არჩევნებზე უნდა მომიტანო ხმები და ეს არის ყველაფერი რა. აი ესე ხდება. ამიტომაც დერეგულაცია, როდესაც მინისტრი გახდება მინისტრი,
იმას არ უნდა კონდეს ის სურათი, არ უნდა დახვდეს, რომ მას შეუძლია ქვეყნის მასშტაბით ვიღაცა ყველა სკოლას უკან ნახოს როგორ უნდა ისწავლოს და ვინ რა უნდა ასწავლოს. აი მაშინ იქნება ეს სისტემა ახლოს იმასთან. თანამედროვეობასთან, თორე ახლა ეს ვითარებაა, ხო? აი მოდის მინისტრი, ხედავს რომ უიმე რა მაგარია 2000 სკოლაა და ყველასში, ესე იგი ყველა შემიძლია უბრძანო, ყველა სკოლაში, ყველა მასწავლებლებს რაც არ უნდა შორს იყოს ის ჩემგან, როგორ უნდა მოიქცეს. შესაბამისად ყველაფერი რჩება იგივე. აი ამ მთელი ილუზორიული რეფორმების მიუხედავად. ქვეყანაში ერთადერთი სისტემაა, რომელიც ყველგან არის წარმოდგენილი ყველა სოფლის დონეზე. მართლობითი სისტემისთვის ძალიან ძლიერი საყრდენია და ბუნებრივია არავის არ უნდა ამის გაშვება. კი, მაგიტომაც არავინ არ უშვებს და არის ესეთი ვითარება. სანამ ეს არ შეიცვლება, არაფერი არ შეიცვლება. სრულ დერეგულაციაა საჭირო განათლების სისტემის. მადლობა. მადლობა თქვენ. თუ შეიძლება ჩართულობა ივეტა. კი, ამაზე რასაკვირველია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და უღრმესი მადლობა ბატონო გიგია ესეთი გულწრფელი ისე ვთქვათ გულწრფელობისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მშობლები, რომლებიც დილეტანტის დონეზე ვართ, ასე ვთქვათ, ჩახედული ამ სისტემაში, ну ყოველ შემთხვევაში მე განათლება განვითარებაზე ყოველთვის ორიენტირებული ვარ, როგორც მშობელი და მაგისტრის ხარისხი დავიცავი ფსიქოლოგიის მიმართულებით და ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენე და გეგმა თეზისები აი წამის უსწრაფესად ჩამომიყალიბდა და დღეს რატომ არ არის ასე ვთქვათ როგორც ჩანს არის მოთხოვნადი, მაგრამ არ არის სწავლება ასე ვთქვათ აქტიურ დონეზე სკოლებში და ასე შემდეგ. იცით რა არის, თქვენ კარგად გააჟღერეთ, რომ სამწუხაროდ მასწავლებლები დღეს საარჩევნო რესურსებად არის გამოყენებული და ზუსტად ის მონაცემთა დაცვა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის ქვეტექსტები. ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ მე როგორც მშობელი, აი კონკრეტული კითხვა მინდა ასეთნაირად ჩამოვაყალიბო, რომ როგორც მშობელი ცოტა გულისტკივილით მინდა ეს აღნიშნო, იმიტომ რომ ძალიან დიდ რესურსებს, ადამიანურს, ფინანსურს ვდებთ შვილებში, რომ შემდგომ მათმა რეპეტიტორების დონეზე არიან ბავშვები ყველანაირად და რა გარანტიები გვაქვს, იმიტომ რომ ვთქვათ, ჩემი შვილი მინდა ვუბიძგებთ, რომ გერმანიაში მიიღოს განათლება და რა შანსები აქვს აქ იმისათვის, რომ აი სამედიცინო მიმართულებით განავითაროს, აქ ჩამოყალიბდეს, ეხლა დარეგისტრირდა ყველაფერი, მაგრამ ხედავთ, რომ დიდი რესურსები აქ არ არის. მინდა რაღაცნაირად რჩევა ჩაგეკითხოთ, როგორც მშობელმა. თქვენ რაში ხედავთ აქ გამოსავალს, აი სწავლის დონე, ხარისხი, შემდეგ რასაც ვღებულობთ საერთო ჯამში ამ მედიცინის თვალსაზრისით ეს აშკარაა. დიდი მადლობა. მადლობა შეკითხვისთვის. იცით როგორ არის? აქ არაფერი არ გამოსწორდება, არანაირად ესე იგი თუ არ შეიცვალა სისტემაზე თუ როგორც გითხარ დერეგულაცია არ მოხდა. შეუძლებელია ამის გამოსწორება პირიქით რა, ესე იგი ყოველ წელიწადს ხდება უფრო და უფრო უკან წასვლა და კონტროლის მექანიზმების გამკაცრება. ამიტომ აქ ნაკლებად არის შესაძლებელი. ეხლა პრინციპში აი ესე იგი პროფესიებში კიდე შეიძლება, ხო, აი მაგალითად ესეთი როგორც არის, ხო, აი მაგალითად მედიცინაში, ну შეიძლება კიდე ვივარაუდოთ რაღაც დონეზეა, მაგრამ ეხლა ასევე სავარაუდოა, რომ თუ ესე გააგრძელა სისტემა განათლების პროგრამებს გამორიცხავენ ნებისმიერი საერთაშორისო და ევროპული იქიდან თანამეგობრობიდან და შესაბამისად მე კონტროლის აღარ იქნება. ну დღეს ამ მომენტში რაღაცა კონტროლი როგორც ვიცი არის, აი განსაკუთრებით სამედიცინო განათლებაში და ისინი ცდილობენ შეუსაბამონ ამ საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ თუ ესე გაგრძელდა, ანუ ჩვენ ხო აი რატო გამოგვიცხა ხო რამდენიმე იმან საერთაშორისო ორგანიზაციამ აი უმაღლესი განათლების იმიდან სისტემიდან, იმიტომ რომ იმათ ნახეს, რომ ის არის, უბრალოდ ატყუებდა ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში და თურმე კონტროლი ძალიან დიდია უმაღლეს განათლებაზე და ამიტომაც უთხრა შეცვალა, არ შეცვალეს და შემდეგ გამოვირიცხეთ და ეს გვემუქრება ყველა მიმართულებით. ასე რომ მით უმეტეს უკვე პროფესიაზეა საუბარი, ეს ხიფათი დგას საქართველოში, რომ ესე იგი მალე შეიძლება ჩვენი სამედიცინო განათლება აღარ იყოს ისე აღიარებული საერთაშორისოდ, როგორც დღეს არის. ეს ხიფათი რეალურია. ხო, და ასე რომ ეს უნდა შეიცვალოს და უნდა შეიცვალოს დერეგულაციის მიმართულებით. და ეხლა სანუგეშოს აქ ვერაფერს ვერ გეტყვით, ხო? ესე იგი თუ კი დაუშვათ იმაში თავისუფალ მეცნიერებებში კიდე შეიძლება რაღაც ისა მიღწევა, იმიტომ რომ დავუშვათ კვლევარები არიან რამდენიმე და შეიძლება რაღაცა გააკეთო. ხო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რა არის, რომ ესე იგი არავინ უკვე იმაში მსოფლიოში იმისი
თავისუფალ მეცნიერებას რაც შეეხება, ხო, დიპლომით არავინ აღარ მსჯელობს უკვე, ხო, ყველა, ესე იგი, ყველგან ყურადღება ექცევა პორტფოლიოს. ანუ რა სინამდვილეში რა გააკეთა, ის კი არა დავუშვათ ნიშნების ფურცელში რა აქვს, ხო? თუ ნიშნების ფურცელში ბევრი რამე ჩაწერა შეიძლება, ესე იგი, ყველგან სადაც მისთხოვეს, აბა მე ჩვენი რა გააკეთე, რა სტატია დაწერე, რა კვლევა ჩაატარე, სად მონაწილეობა მიღებული, რომელ კონფერენციაზე გამოხვედი, რა თქვი განსაკუთრებული, რაც სხვებისგან გამოგაჩვენეთ. ეს არის დღეს შეფასების კრიტერიუმები და არა ის, რომ ესე იგი დიპლომი რომელიღაცა ქვეყნის თუნდაც ჰარვარდის დიპლომი ქონდეს. ის ჰარვარდის დიპლომი არაფერს არ ნიშნავს, თუ შენ არ გაქვს შესაბამისი პორტფოლიო. ასე რომ ეს ამ მხრივ ძალიან ჩამორჩები ჩვენ, ისე ისევ დიპლომზე დაყოს ყველაფერი და პროფესიულ განათლებას რაც შეეხება, ხო, აი ეს ხიფათია, რასაც გეუბნებით, ხო? თუ ჩვენ შეიძლება მალე ამ მხრივ აღმოჩნდეთ იმაში, რა საერთაშორისო იზოლაციაში და ჩვენი პროფესიული განათლება აღარ იყოს ისე აღიარებული. დღეს აღიარებულია, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით აზიის ქვეყნები და აფრიკის ქვეყნები და ჩამოდიან ჩვენთან. ხო, რატო ჩამოდიან? იმიტომ კი არ ჩამოდიან საქართველოში, აუ ისეთ სამეცნიერო განათლება, იმიტომ რომ აღიარებულია ჩვენი სამეცნიერო განათლება საერთაშორისო და ის დიპლომი მე გადის ყველგან, ხო? აი რაღაცა ეს საერთაშორისო აღიარება სადაც მუშაობს. ამაშია საქმე, მაგრამ ამის დაკარგვის წინაშე ვდგებათ სამწუხაროდ. ასე რომ თუ საშუალება გაქვთ, რომ ესე იგი და გინდათ რომ ის არის, ესე იგი აი ამ ხიფათებს დაუძვრეთ, ხო, რა თქმა უნდა, ჯობია რომ სამეცნიერო მიმართულებით თუ შეგიძლიათ რომ ისწავლოს დავუშვათ თქვენ უშუალო საზოგადოებრივ, რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა. ნათიას აქვს კითხვა, ნათია გისმენთ. ნათია რაგვარია? უსეაშვილი, თქვენ გაქვთ ხელი აწეული? თუ არა სხვა შეუძლია დასვას კითხვა 15 წუთი გვაქვს. კიდევ კითხვა პასუხისთვის და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს. მოგესალმებით. დიახ, ნათია გისმენთ. დიახ, მიკროფონი მქონია გამოსული, ბორისევსკი. დიდი მადლობა ბატონო გიგის ყველა გამოსვლას, ძალიან საინტერესო საუბრობთ თქვენგანი. მაგრამ ერთი თემა როგორც მშობელს და როგორც პროფესიულ მასწავლებელს ძალიან მაწუხებს განათლების დერეგულაცია. ანუ მე ვარ 80 წელში დაბადებული და მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის გადმონაშთი სასწავლო სისტემა ჰქონდა, მოგეხსენებათ შევარდნაძისდროინდელი საგანმანათლებლო სისტემა და შემდეგ განვითარებული რეფორმები და დღევანდელი სიტუაცია. ძალიან მეშინია ამ დერეგულაციის, ეგრეთ წოდებული დერეგულაციის. ვინაიდან ძალიან კარგად ვხედავ, რომ სკოლები მარტო საარჩევნო. ხო და როდის იყო დერეგულირებული? ბატონო, არ მესმის. როდის იყო ეს? აი რო თქვით რომ ესე იგი შევარდნაძის დრო მოიყვანენ და ესე იგი მაშინ ანუ შევარდნაძის დროს ფიქრობთ რომ არ გესმით ჩემი ხმა? ჩემი ხმა ისმის? ისმის, ჩვენთან ისმის. ხო. ძალიან ცუდად მოდის ხმა, წდება თქვენგან. მე კარგად მესმის თქვენი ხმა. კი. ხო, ესე იგი ის არის დერეგულირებული არ იყო, ესე იგი არასდროს ჩვენი განათლების სისტემა, ესე იგი შევარდნაძის დროს ის რომ კორუფცია იყო, ეს არ ნიშნავს რომ დერეგულირებული იყო, კორუფცია ზუსტად იმიტომ იყო, რომ რეგულაცია იყო ძალიან მაღალი. იმიტომ რომ არსებობდა ვერტიკალი ისა საგანმანათლებლო, რომელიც იწყებოდა განათლების მინისტრიდან და მთავრდებოდა მასწავლებელზე, ასე რომ დერეგულაცია ჩვენ არ ქონია გამოცდილებაში. პირიქით, ეს იყო ძალიან რეგულირებული სისტემა, რომელიც გადაიზარდა კორუფციაში. ასე რომ დერეგულაცია არ ყოფილა არანაირად. ის ფული, კორუფციული ფული, ესე იგი, რასაც იღებდნენ სკოლის დირექტორები იქნებოდა თუ უნივერსიტეტის რექტორები თუ ისინი, ის მიდიოდა მე ეს ფული სხვაგან, მიკი არ რჩებოდა მთლიანად. განაწილება ხდებოდა ამ ფულის, ასე რომ დერეგულირებული არც არ ყოფილა. მე მგონი ნათია გავარდა, ანუ დატოვა გაეთი შეეთყობა მას ქონდა ხარაზები. სხვებს თუ გაქვთ კითხვები ბატონ გიგისთან გისმენთ. მოკლედ ფინალები ამბობენ, რომ ჩვენ ვემზადებითო ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვისო და როგორც ჩვენთან უფრო გამოცდებისთვის ვემზადებით, ვიდრე ცხოვრებისთვის. გისმენთ. თუ არ არის შეკითხვა, თუ შეიძლება ისევ გავუძლებდი. ხო, გიგი, შენ ძალიან ხშირად ლაპარაკობ ხოლმე თვითმმართველობებზე და დეცენტრალიზაციაზე. და მე მგონი კავშირშია ხო ის
ორი საკითხი ერთმანეთთან. თუ ვცდები. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს გულისხმობს თვითმმართველობასაც, იმიტომ რომ სკოლების დერეგულაცია მაგას გულისხმობს, რომ თვითმმართველობებს აქვთ დიდი უფლებები. და სკოლები არის თვითმმართველობების, ესე იგი იქნება ეს, რა ვიცი, სოფლის, იქნება ეს, რა ვიცი, ქალაქი, იქნება ეს რეგიონი, რაიონი, მათია და არა ცენტრალური ხელისუფლების. ამაზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში, რომ დერეგულაცია მაგას ნიშნავს, ხო? ესე იგი დერეგულაცია იდეალური შემთხვევაა, როცა ყველა მშობელი მდიდარია და ძალიან კარგად შეუულია საკუთარი სკოლების მართვაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ესეთი ვითარება არსად არ არის, შესაბამისად, ყოველთვის საჭიროა კოოპერაცია, ხო, სხვა ფენებს შორის, სხვა საზოგადოების სხვა მხარეებს შორის. და ამიტომ ესე ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია სკოლის მართვაზე, სკოლის მართვა, როდესაც საქმე ეხება საჯარო სკოლებს, ანუ საზოგადოების სკოლებს საქმე ეხება, ეს რა თქმა უნდა თვითმმართველობის არის, მაგრამ დღეს ისე მიდის საქმე, ესე იგი ეს საგამართლო რესურსები იმდენად ხელმისაწვდომი და ისეთი ადვილად სამართავი ხდება, რომ ესე იგი ესეთი ეს იდეალური სკოლები, როდესაც დავუშვათ მშობლები იკრიბებიან და რაღაცა სკოლას ქმნიან თავის შვილებისათვის, ეს ნელ-ნელა ხდება ძალიან რეალური. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან მალე თუ უკვე არა, გახდის იმას შესაძლებლად, რომ მშობლებმა შექმნან თავიანთი შვილებისათვის სკოლა. ჩვეულებრივად, ყოველგვარი გარეჩარევის გარეშე. თუ მათაც ფინანსური საშუალებაც ექნება, თლად უკეთესი. თუ არ ექნება, შეიძლება სახელმწიფო მიცეს რაღაცა თანხა, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჰომსკულინგი, რასაც ქვია. მაგრამ ეს ის არის. ესე იგი, ეს თვითმმართველობა კარგი არის დავუშვათ მე-20 საუკუნის სკოლებისათვის, სკოლები იყვნენ თავისუფალი, თორე თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით ეს თვითმმართველობა შეიძლება სკოლების თვითმმართველობა, სკოლების მართვა თვითმმართველობის მიერ შეიძლება უკვე უკან საფეხური და ისტორია და თანამედროვე ტექნოლოგია მოგცემს იმის საშუალებას, რომ სკოლა იყოს, აი რამდენიმე ადამიანი თავიანთ შვილებს სრულფასოვან განათლებას მიცემს. კარგად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და ყოველგვარი ხარვეზების გარეშე. ანუ მაინც თავარი არის ამ შემთხვევაში დერეგულაცია და უფლების მიცემა მოქალაქეებისათვის, რომ ასწავლონ თავიანთ შვილებს როგორც უნდათ. და ისე როგორც ვიღაცა ეტყვის. და რამდენად შესაძლებელია რამდენად შესაძლებელია არსებული აკადემიური რესურსის გათვალისწინებით შესაძლოა რაც გვაქვს, იმიტომ რომ ამაზე უკეთესი აკადემიური რესურსი ხო ნებისმიერ სისტემაში არ გვექნება მაინც. ეს არის რაც არის, ხო? სხვა ხო არა გვაქვს. ანუ კონტროლს თუ გამოვკაცებთ, აკადემიური რესურსი ხო არ გამოსწორდება ამით. პირიქით, მშობლების ჩართვა კარგია, იმიტომ რომ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გამოიყენებენ ბავშვებისთვის განათლების მისაცემად. ანუ კონტროლის გაზრდა აკადემიურ რესურსს არ აუჯობესებს, პირიქით, ავარესებს, იმიტომ რომ ქმნის წინაღობებს და ქმნის წინაღობებს იმ ხალხისათვის, ვისაც უნდა რომ ასწავლონ ბავშვებს. ასე რომ პირიქით ამ შემთხვევაში. აკადემიური რესურსი რაც არის, ეს არის. მეტი არაფერი, ამაზე უკეთესი არა გვაქვს. ანუ რაც გვაქვს, ანუ ყველა შემთხვევაში მაინც მათი ცოდნა და უნარები, რასაც ისინი გამოიტანენ სკოლიდან, მაინც იქნება ამ აკადემიურ რესურსზე დაყრდნობილი. სხვაზე ვერა. მაგათი კალბატონი წერს ძალიან მადარდებს და ჩემი შვილის მომავალი 16 წლის გოგოაო და რა უფრო იქნებაო გამოყენებადი. რა ინტერესებს ერთია და რა გამოადგება მეორე. რა პროფესიის მიღება იქნებაო გამოყენებადი. ამას კითხულობს ერთი კალბატონი ჩატში. ეს ძალიან ბევრი ის არის, ძალიან ბევრი პროგნოზი არსებობს, ესე იგი, რას იზამს ხელოვნური ინტელექტი. და რა პროფესიებს შეცვლის. ამბობენ, რომ პირველები შეიცვლებიან ისინი ქირურგები და იურისტები. არ ვიცი. მაგრამ ესე იგი, ჩემ მხრიდან ვურჩევდი, რომ თარგმნელი არ გამოვიდეს არც ერთ შემთხვევაში. იმიტომ რომ ეს ის პროფესია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ძალიან მალე ჩაანაცვლებს. და ყველა ესაა, ესე იგი, ყველა პროფესია, რომელიც არის დამოკიდებული ინფორმაციის ფლობაზე და ინფორმაციის დამუშავებაზე და არა ახალი ინფორმაციის შექმნაზე, ყველა ეს პროფესია პოტენციურად ჩაანაცვლება ხელოვნური ინტელექტით. ულაპარაკოთ. ყველა საერთოდ რა. ის პროფესიები, რომლებიც დამოკიდებული არის რაღაც კონკრეტული სერვისის შეთავაზებაზე, ახალი ინფორმაციის შექმნაზე, ახალი ცოდნის შექმნაზე, ისინი დარჩება.
ამის გათვალისწინება შეგიძლიათ რა თქმა უნდა. უცხოენების სპეციალისტი არ გამოვიდეს. მადლობა. მალე მასწავლებლებსაც ჩაგვანაცვლებს, ხო? ანუ რა პრობლემაა ხა? კი, რაღაცა გაფართოებით მასწავლებლებსაც ჩაანაცვლოს რა თქმა უნდა. ხო, ნუ იმ ტიპის მასწავლებლები, ნუ უკვე ჩაანაცვლა, რომლებიც მხოლოდ რაღაც მწიგნობრულ ცოდნას დაიზეპირეს და მოყვნენ. ეგენი უკვე ჩანაცვლებულია. აღარც არავინ უსმენთ მაგათ. ასეა. ის ხელოვნურ ინტელექტს არ მოусმენთ, იმას არ ეწყინებათ ამ პლუს და ცუდი ნიშნების დაწერას არ დაიწყებს ამის გამო. კარგით. თუ გაქვთ კიდევ კითხვები, თუ არა და გავაჟღერებ კიდევ. ნინო ფიფია. რა მომავალი ელით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ვარ მშობელი ჯერ არის 9 წლის. ითით როგორ არის? ამ შემთხვევაში შესაძლებლობები უზარმაზარია, რაც აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის არის მომავალში, იმიტომ რომ ერთი მხრივ არის რეალურად მათი მორჩენის შესაძლებლობა და მეორე მხრივ არის მათი ცხოვრების უკეთესი დაგეგმვა, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ბევრად უკეთესად დაგეგმავს ესეთი განსაკუთრებული გარემოს საჭიროების მქონე ადამიანების ცხოვრებას, ვიდრე ამას გვექვა დღეს ჩვენ. ასე რომ მათთვის მხოლოდ კარგი პერსპექტივებია და არანაირი ცუდი რა. პირიქით. როგორ მომწონს ბატონო გიგი თქვენი ტერმინი. ანუ ხო არის საქართველოში დამკვიდრებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და განსაკუთრებული გარემოს საჭიროების მქონე პირი. ეგ რამდენჯერ მოგისმინეთ უკვე და მართლაც რომ ამაზე სამუშაოა, რომ ეს უკვე რეალურად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის არის გარემო არის ხო და ძალიან სწორი და ზუსტი ტერმინია, რასაც ანუ თქვენ საუბრობთ განსაზღვრებას ზუსტად იმის, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ახლა თქვენ რო გისმენთ, არასდროს არ გამოგიყენებიათ ეგ ტერმინი და ძალიან ყურადღებით და ძალიან ისეთი საგულისხმოა ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა ამისთვისაც ცალკე. კი. კარგით. სხვებს თუ გაქვთ კითხვები თუ არა და მე გავაჟღერებ ჩვენ ასე ვთქვათ განრიგს ხვალ ჩვენთან სპიკერად იქნება კალბატონი ნინი ჭაჭია, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული კოუჩი, კრიტიკული აზროვნების სკოლის დამფუძნებელი და ნინი საუბრებს თემაზე სიყვარულის 5 თემა ხვალ გელოდებით კვლავ, ოღონდ არა 8 საათზე, არამედ 9:30-ზე, ნინის გრაფიკიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე და მადლობა ბატონ გიგის და ნინის კიდევ ერთხელ, რომ აი ფონდის მუშაობაში მათ უდიდესი წვლილი აქვთ იმაში, რომ საერთოდ რასაც კი აკეთებს ფონდი და აი ამ კვირეულის აღნიშვნაშიც კი, იმიტომ რომ სწორედ ეს ორი ადამიანი იყვნენ პირველები, რომლებმაც ჩვენ ასე ვთქვათ ძალა და мотиваცია მოგცა იმისათვის, რომ საქართველოში პირველად შარშან აღგვენიშნა ბედნიერების საერთაშორისო დღე და დავხმარებოდით ასე ვთქვათ ბავშვთა ჰოსპისის ბავშვებს სისინათლების ქვეყანა და დღეს ვეხმარებით აი ამ ვთქვათ კვირეულის ფარგლებში ბედნიერების ფონდის ბენეფიციარებს და უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ბატონო გიგი თქვენ პირველ რიგში ყველაფრისთვის და ძალიან გვეიმედებით რომ ასე ვთქვათ ჩვენი ტრადიცია იქნება რომ ბატონო გიგი გახსნის ყოველთვის სანამ ჩვენ ამას გავაკეთებ და გვექნება ამის შესაძლებლობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ რაც შეგვიძლია და დანარჩენი ღმერთმა იცის მოკლედ ბატონო გიგი არის ჩვენი ესეთი ერთგული მხარდამჭერი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან ყოფნისთვის ჩვენი გახარებისთვის და აი ამდენი ადამიანის გახარებისთვის მადლობა თქვენ ერთმანეთს და პატივია რომ თქვენ კონტაქტს